აი, ესე იგი, წინაზე რა გავაკეთეთ, გახსოვთ, ხო, ალბათ, და უცბად გადავიღვინოთ. ესე იგი, პირველი რაც ანუ იმის შემდეგ რაც ქრეთში დავალებაზე არ მეკითხია. დავალება ვინ არ გააკეთა? ვერ მოასწრო, შენ ვერ მოასწარი. ალბათ ვერ მოასწარი. როგორ? არ გავიკეთებ. შენ კომპიუტერი გაგიქცევ. და ვის ქონდა პრობლემა გაკეთების დროს? ხო. რამე გაუგებარი იყო? ხო. და რო გაიხე. ვიღაცას ქონდა იქ რომ ის შენი იყო? ესროდი, მაგრამ ის იყო უკან ექსელის რო და ხო. ანუ ის რომელი იყო? ვერტალიოტი რო იყო და თვითმფრინავი ესე რომ მოდიოდა და შენი ანუ იმის ის რო და სულ. შენი ის რო და მაღლა ის რო და ხო ეს დაბლა. ხო, ანუ რამდენჯერაც დააწებოდი იმდენჯერ ის რო და ეგ. ხმადავარდი და ძალიან ხო, ანუ რამდენიმე ძალიან კაი იყო, რამდენიმე კაი იყო და რამდენიმე ისე რა. ანუ ცუდი არც ერთი არ ყოფილა სიმართლე რომ ვთქვა. არა, ცუდიც იყო ერთი. просто აღარ მახსოვს. კაი. ესე იგი, როგორც გახსოვთ, ვიღაცამ წერდა აღარ მახსოვს მიუხედავად იმისა, რომ არ ჯერ თქვი, მაგრამ არ არის პრობლემა. ანუ დავალებას თუ გამომიგზავნით დღეს ან ხვალ ან ზეგან, მოკლედ ამ კვირის ბოლომდე, ქულა მაინც აგეწერება, თუმცა მაქსიმალური იქნება 50. ანუ სულ რო GTA აწყოთ, მაინც 50 დაგიწერთ, მეც ვერა, იმიტომ რომ დაგვიანებულ დავალებაზე ნახევარი ქულები იწერება მაქსიმალურად. ესე იგი, დღეს რაც უნდა გავიაროთ არის აი ეს, მოკლედ ცვლადი პირველ წინა ლექციაზე შევეხეთ ცვლადს, მაგრამ დღესაც უცბად გავიღვინოთ ისევ. უნდა გავიაროთ რა არის მასივი, რა არის ფუნქცია, if-else ოპერატორი, while და for ციკლი და კიდევ ერთი ციკლი, რომელიც ახლა აქ არ წერია. რა არის დეტალურად ამას ვიტყვით. ესე იგი, ვთქვით, რომ პირველ ლექციაზე რომ აუცილებელია რომ დავწეროთ ყოველთვის კოდში კომენტარები. კომენტარები არის დეველოპერებისთვის, არის შენთვის, არის შენი ჯგუფის წევრებისთვის, ოღონდ არ არის მომხმარებლისთვის, ხო? მომხმარებელი კომენტარებს ვერ ნახულობს იმ მიზეზით, რომ მომხმარებელი ვერ ნახულობს კოდს. მომხმარებელი ნახულობს მზა პროდუქტს. ასე რომ კომენტარები არ არის სხვისთვის, არის შენთვის, ისევ რომ შემდეგ რო ჩაიხედები, ან შენი ჯგუფის წევრს რომ ისცემ შენ პროექტს გასაგრძელებლად, ის ვაფშე არ დაიბნეს და მიხვდეს რა არის. ხო, ეს კომენტარებს რო არ ვწერთ. ცვლადი არის, როგორც ვთქვით, ინფორმაციის შემნახველი კონტეინერი, ესე რომ წარმოვიდგინოთ. გვაქვს სხვადასხვა სახის ინფორმაცია პროგრამირებაში და ყოველი სახის ინფორმაციისთვის გვაქვს სხვადასხვა ტიპის ცვლადი. გამარჯობა, სახელი გვარი მითხარი შენ? გამდევი, ხო? ხო. წინაზე ვიყავი? ოკეი. ხო. ესე იგი, ძირითადი ცვლადის ტიპები არის 5. პირველი არის int ტიპის ცვლადი, რომელიც იშიფრება როგორც ინტეჯერი და ინახავს მთელი ტიპის რიცხვებს. მეორე არის 10 წილადი, უბრალოდ ცვლადი დაბლი, რომელიც ინახავს 10 წილადებს, როგორც მაგალითია მოცემული. მესამე არის ჩარი, რომელიც ინახავს ქერექტერებს, ანუ თითო სიმბოლოს, მეც ვერა. შემდეგ არის string, რომელიც არის ტექსტური ტიპის ცვლადი და შეგვიძლია შევინახოთ როგორც 1-10, ისიც არიელი, თქვა აბელი შეგვიძლია შევინახოთ და ასევე შეგვიძლია შევინახოთ დიდოსტატის მარჯვენა, ანუ მნიშვნელობა არ აქვს, რაოდენ დიდი არ უნდა იყოს ეს ტექსტური ტიპის ცვლადი, რასაც შეგიძლიათ ვინახოთ. და bool ტიპის ცვლადი გვაქვს, true ან false, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ არის 1 ან 0, მეტი არ არის. ანუ ან bool ტიპის ცვლადი შეიძლება იყოს true ან false, bool ტიპის ცვლადი გვექნება 10. აქ მარჯვნივ გვაქვს უკვე ცვლადი მაქვს გამოცხადებული და მე შემდეგ ამ ცვლადისთვის მაქვს მინიჭებული რაღაც მნიშვნელობა. ანუ ვაცხადებ იმ ტიპის ცვლადს, რომლის სახელიც არის county, თუ მომინდება და რომელიც არის 3 სწორი და თუ მომინდება რომ ამ 3-ზე მქონდეს მოქმედება 3 გამოვღრალო 5-ზე, ან რაღაცა უქნა ამ 3-ს, უნდა გამოვიყენო სიტყვა count, იმიტომ რომ ამ ცვლადს ქვია ეს სახელი. აქ უკვე გადავედით ჩვენ ცვლადებზე მოქმედებებზე და როგორც მახსოვს Visual Studio-ში რაღაცები გავაკეთეთ. ანუ მაქვს იმ ტიპის ცვლადი f-ნამი, რომელიც არის 1 სტოლი, მაქვს ასევე იმ ტიპის ცვლადი s-ნამი, რომელიც არის უკვე პირველ ცვლადს დამატებული 2. და მივხვდით ძალიან მარტივად, რომ ამ s-ნამში დამახსოვრდა რიცხვი 3. იგივე პრინციპია ზუსტად string-ზე და
ჩაწერეთი, მაქვს ორი ტიპის ცვლადი, ერთი არის დიეზი და მეორე არის ორიანი და შემდეგ string ტიპის ცვლადში მინდა დავიმახსოვრო ამათი ჯამი. და ასევე string ტიპის ცვლადში როცა ვამახსოვრებ ამას ჯამს, ასევე შუაში ვუმატებ ცარიას სიმრავლეს, რომ არ მიეწეროთ ერთმანეთს და იყოს გამოყოფილი. შემდეგზე რადგან უნდა გადავსულიყავი, იყო შემოკლებული ოპერატორები. ეს ძალიან გვეხმარება კოდის წერის დროს და კარგიც არის, როცა რასაც წერთ, იმიტომ რომ იქით ნახეთ არის 1 2 3 4 სიმბოლო. წერტილმძიმე არითმეტიკა და აქეთ უკვე მაქვს 3 სიმბოლო და ორივე ერთი და იგივეა. ეხლა ნახე რა ხდება, როცა ვთქვათ მაქვს x-ში დამახსოვრებული რიცხვი 2 და მინდა გავზარდო 1-ით. როგორ მოვიქცევი, როგორ ჩავწერ? ჩავწერ ესე, ხო? x-ი უდრის x + 1. და გახდება თუ მაქვს დამახსოვრებული 2, x-ი გახდება 3. არის მარტივი ოპერატორი იმისთვის, რომ რაღაცა ტიპის მნიშვნელობა გაზარდო 1-ით, просто დაწერ x + და ნიშნავს, რომ x-ი გაიზარდა 1-ით და x-ი დამახსოვრდა უკვე გაზრდილი მნიშვნელობა. ანუ x-ი თუ იყო 2, გახდა 3. თუ კიდევ ერთხელ დავწერ x + გახდება 4. თუ კიდევ ერთხელ დავწერ გახდება 5 და ესე შემიძლია თითო-თითოჯერ ავიღე რამდენზეც მინდა, მაგრამ იგივე ვარიანტი გვაქვს შემოკლებული გამოკლების ოპერატორი. ანუ თუ მინდა რომ x-ი შევამცირო 1-ით, შემიძლია დავწერო ისე, მაგრამ ასევე შემიძლია ჩავწერო მოკლედ x - ხო? ანუ აბეზალოვკა და ის რა ქვია, დოგმა არ არის რომ მაგას ესე წერეთ. უბრალოდ თუ ესე დაწერთ, უფრო მარტივი დასწერით, ამიტომ ნაკლებ სიმბოლოს ხმარობ და თან ხელები ძალიან შორს არ დადის. ანუ x-ი უდრის x + 1, რაცა პლუსი უდრისი 1 და ასე შემდეგ და აკეთდა x დაწერთ და შემდეგ ვუკლებით და უფრო მარტივია. იგივე პრინციპია გამრავლებაზე და იგივე პრინციპია მიმატებაზე. ასევე იგივე პრინციპია გაყოფაზე. ანუ გამრავლებაზე ხა ნახეთ როგორ არის. უკვე გამრავლებაზე შემიძლია ეს რაღაც გავაკეთო, რომ x-ი თუ მინდა გავზარდო 7 ჯერ და უნდა დავწერო ესე x-ი უდრის x-ი გამრავლებული 7 და შემიძლია მარტივად ჩავწერო x-ი გამრავლებული უდრის 7-ს. და ნიშნავს, რომ x-ი გაიზრდება 7 ჯერ. თუ მინდა x-ი გავზარდო 5-ით, შემიძლია ჩავწერო x + უდრის 5 და x-ი გაიზრდება 5-ით. ანუ ესაც შემოკლებული ოპერატორია. ის min ++ -- მოქმედებდა 1 ანუ ან გაზრდაზე ან დაკლებაზე. ესე შემიძლია ჩავწერო ნებისმიერი ტიპის რიცხვთან მოქმედება. იგივე არის ზუსტად გაყოფაზე და კიდე რა გამოკლებაზე. ანუ x თუ მინდა გამოვაკლო 8, შემიძლია ჩავწერო x - უდრის 8-ს და x გამოვაკლება 8 და x-ში დამახსოვრდება ეს გამოკლებული რაც სხვაობა რაც იქნება შეიძლება. ანუ კარგია თუ ესე ჩაწერთ, იმიტომ რომ კომპილერი უფრო სწრაფად გაიაზრებს თქვენი მოქმედებას და უფრო სწრაფი იქნება. ეს უფრო სწრაფი შეიძლება მილიწამების მიასაიდებით იყოს, მაგრამ დიდ კოდში უკვე შეიძლება წამი მოქცეს ხოლმე. ეხლა უნდა გადავიდე უკვე მასივებზე. როგორც ესე იგი გვაქვს ცვლადები, ხო? ანუ რაღაცა ერთი თუ მაქვს თქვა int a უდრის 3-ს, ნიშნავს რომ მაქვს ერთი ცალი პატარა უჯრა, რომელშიც არის დამახსოვრებული 3-იანი. ეს არის ერთი ცვლადი, ანუ ხო, აი int a-ში თქვა 5 რიცხვს ვერ დავიმახსოვრებ. მაგრამ მომინდა რომ დავიმახსოვრო რაღაცა ტიპის კონტეინერში 5 ერთნაირი ტიპის რიცხვი, ხო? ამისათვის შექმნეს მასივები და მასივი არის ერთნაირი ტიპის მნიშვნელობების სიმრავლე. ერთნაირი ტიპის ცვლადების სიმრავლე. აი მაგალითად ამ შემთხვევაში მაქვს გაკეთებული მასივი, რომლის სახელიც არის რა? numbers, ხო? აი მარტივად მივხვდებით. და ახლა მასივი როგორ იწერება, ხო? ანუ იწერება ესე. int-ი თავიდან წერ რა ტიპისაა მასივი. შემდეგ წერს სისტემურ კვადრატულ ცარიელ ფრჩხილებს, შემდეგ წერს სახელს, შემდეგ ტოლობის მერე წერ news, სიტყვა keyword-ი არის ეს და ისევ int წერ, ანუ რა ტიპისაცაა და ისევ კვადრატულ ფრჩხილებში უწერ უკვე რა ზომისაა, ანუ აქვე უთითებ რა ზომის იქნება ეს მასივი, ანუ რაოდენობა რამდენი რიცხვს დაიწევს. ნუ შეიძლება ტექსტ დაიწევს თუ string ტიპის მასივი დავაკეთებ. და ეხლა როგორ მასივს არის. list-ს კი. ეს არა list, ესა მასივი. რაღაც განსხვავება არის მე რიცხვი რა. ესე იგი, ეხლა აქ მაღლა რაც მიწერია და მე ხედავთ რომ მიწერია სისტემური ფრჩხილი, ხო? და რაღაც რიცხვები. ეს არის ამ მასივის სწრაფად და იქვე შევსება, ანუ რა ვქენ? გამოვაცხადე მასივი და იქვე ჩავწერე ამ მასივში რიცხვები, ხო? ანუ მასივი წარმოიდგინოთ ესე 6 ცალი უჯრა, ხო? რომელიც არის რაღაცა ერთ კარადაში, ხო? და შემდეგ ავდექი და რიცხვები ჩავყარე ამ 6 ცალ უჯრაში, რომელიც იქვე ვქენი ეს, ანუ გამოვაცხადე და იქვე შევავსე. ძირითადად ესეთი მაგალითი არ გიქნებათ, ანუ ძირითადად მასივის გამოცხადება მოგიწევთ ცალკე, შემდეგ შევსება მოგიწევთ ცალკე, როცა დაგჭირდებათ ამის შევსება. ეს მე უბრალოდ მაგალითისთვის მაქვს, ხო? ამას ახლა ტექნიკურად უფრო
როგორც არის ყველაფერი. ეხლა ნახე რა მოხდა, ანუ გაკეთდა ეს X უჯრიანი რაღაცა, რომელიც მზადაა რომ მიიღოს იმ ტიპის რიცხვები და ჩაწეროს და შეინახოს და შიგნით ჩაიყარა რიცხვები, აი რა თქმა უნდა როგორც შევარჩა იმ თანმიმდევრულად, ხო? ესე იგი 38.5 ანუ რამდენი რიცხვია? 6 და 6-ივე უჯრა შეიცვალა. ეხლა მე მინდა რომ გამოვიყენო ამ მასივის მეორე რიგით მეორე ადგილზე მყოფი ელემენტი. ანუ რომელი ელემენტი? რომელი? 5. ანუ არის რიგით მეორე, ხო? ეხლა როგორ უნდა მივწვდე ამ რიგით მეორე ადგილზე მყოფ ელემენტს, ხო? ამისათვის შექმნეს და მოიგონეს მასივის ინდექსაცია. ანუ თქვა ეს რომ აი პირველ ელემენტს უნდა მივწვდე, ამ პირველი ელემენტის ინდექსი არის ეს და მივწვდი აი ესე, ხო? ანუ ეხლა ნახე რა ხდება. ნამბერს ხო ქვია თვითონ მასივს. მასივში ინდექსაცია ხდება 0-დან, ანუ იწყება 0-დან და ბოლო ინდექსი რა იქნება? აქ 5, მაგრამ თუ 8 ელემენტიანი მაქვს, ანუ ზომას -1, ხო? ესე იგი პირველი ელემენტის ინდექსი არის 0, მეორე ელემენტის ინდექსი არის 1, მესამე ელემენტის ინდექსი არის 2 და ასე შემდეგ. ანუ რიგით მე რამდენიცაა ელემენტი, ინდექსი არის -1 ამ რიგითობის ნომერს, ხო? ასე რომ მეორე ელემენტის ინდექსი რა იქნება? 1. ანუ მნიშვნელოვანია რომ ეს არ დაგვეუწყდეს და თითქმის 95% პროგრამირების ენაში, პროგრამირების ენაში ყველგან აბსოლუტურად მასივში ინდექსაცია იწყება 0-დან. ანუ სადღაც შემთხვევაა რომ იწყება 1-დან, просто არ მახსოვს რომელი ენაზე. ესე იგი, თუ მინდა მივწვდე მეორე, რიგით მეორე ელემენტს უნდა დავწეროს რაღაც numbers და შემდეგ კვადრატულ ჭრილებში რიცხვი 1, ანუ ინდექსი ამ ელემენტის, ხო? და ეს თვითონ ანუ არის უკვე 5. ანუ თუ მინდა სადღაც რომ თქვა კონსოლში თუ მინდა რომ გამოვიტანო მეორე ელემენტი, დავწერ როგორ დავწერ? არა, პირველი numbers-ი თქვენ. არა. აი კონსოლში მინდა რომ გამოვიტანო. კონსოლ წერტილი არის. აი და ჭრილებში ჩავწერ number x და გამოვიტანს რას? 5, ხო? აი თუ მინდა რომ მეოთხე ინდექსზე მყოფი ელემენტი გამოვიტანო? არა, მეოთხე ინდექსზე. 4 ჩავწერე და რომელი ელემენტი გამოვა? კაი, მე-7 ინდექსზე მყოფი ელემენტი რომელია? მე-6-ზე? არა. ანუ თუ შენ მოგინდება რომ გამოვიტანო მე-6 ინდექსზე მდგომი ელემენტი, ერორს ამოგიძებს უბრალოდ და ნახავთ მე რაც მოვა Visual Studio-ს, ანუ რაც მოვა ბოლს არ გაუშვებს კომპიუტერი, მაგრამ exception-ს ამოვაგდებს და შეგიძლია ნახო რომ იქ იწერს რომ მიწვდი ისეთ ელემენტს, რომელიც არ არსებობს და უბრალოდ პროგრამა გაჭრდება. მოხმარებას თუ გაუჭედა პრობლემა, შენ თუ გაგიჭერდა არ არის პრობლემა. მე სხვა ინფორმაციაცია ის საშუალებით შეიძლება შენ შემოძღვინე და კოდი გაგიტეხო, მაგრამ რაღაცა ზემოქმედება განახორციელა. ამას მე კიდევ ვისწავლე. თუმცა აი ხალხი. ანუ მასივი მივხვდით, ხო? გვაინტერესებს რამე რაც ვილაპარაკე და თუ აქედან რამე კითხვა გაჩნდა. არაფერი არ არის ისეთი რაზეც კითხვა გაჩნდა. აი თქვა გაქვს 6 ვაშვი და გინდა რომ სადღაც დაიმახსოვრო. ან გაქვს ინფორმაცია 6 პიროვნების შესახებ, რომელმაც განსხვავებული რაოდენობის პროდუქტი იყიდეს მაღაზიაში. და 6-ივე მიყიდა შაქარი, როგორც ყველამ სხვადასხვა რაოდენობა. და გინდა რომ სადღაც დაიმახსოვრო რა. ამისთვის გამოიყენება მასივები. ანუ ეს ძალიან ზოგადი მაგალითია. შემდეგ უკვე კონკრეტულად ნახავთ უკვე რითი შეგვიძლია გამოვიყენოთ. აი საშუალო არითმეტიკული დავთვა თუ გინდა მაგალითად მომხმარებლის მიერ შემოტანილ რიცხვების. ნუ ასე შემდეგ. ეხლა უკვე რაზეც უნდა ვისაუბრო, ეს არის if-else ბლოკი და საერთოდ აი გახსოვთ პირველ ლექციაზე რო გაჩვენეთ საიტი რო იყო if this then that მაგაზე შევიდა ვინმე? არავინ? ეგ არაფერი? ანუ ესე იგი იგივე პრინციპით ხდება პროგრამირების ყველა ენაში აბსოლუტურად ანუ რაღაცა პირობის შემოტანა. ანუ მაქვს რაღაცა if თუ მოხდება ეს, else მაშინ მოხდეს ეს, ხო? ეს if-else გვაქვს თითქმის ყველა პროგრამირების ენაში ასევე, ანუ სტრუქტურა არის იგივე, გააჩნია შეიძლება ჩაწერის სტილი იყოს სხვა, ან ასე შემდეგ, მაგრამ სტრუქტურა იგივეა. და ხდება ესეთი რაღაც. მაქვს ესე იგი if პირობა, აი როგორც ხატია თვითონ პრეზენტაციაში, მაქვს if პირობა და თუ if პირობა შესრულდა, მაშინ ანუ შესრულდა if-ის ბლოკი, ხო? ანუ თუ შესრულდა if პირობა, აი რაც წერია if-ის შემდეგ მრგვალ ჭრილებში. თუ ეს მოხდა, მაშინ სრულდება
ბლოკს ეძახი, აი სისტემური ფრჩხილებით რაც არის შემოფარგლული, ხო? აი პირველივე სისტემური ფრჩხილებით რაც არის შემოფარგლული, აი ეს. ხო? და თუ არ შესრულდა, ანუ თუ აი ეს რაც აქ წერია, ის არის მაუს ხედავთ, ხო? თუ ეს რაც აქ წერია არ შესრულდა, ანუ ამის საბოლოო პასუხი იყო false-ი, მაშინ შესრულდება პირდაპირ else-ი. თუ რომელი? ეს არის C# პროგრამების ენა. ანუ თუ ეს შესრულდა, ესე იგი შესრულდება ესაც, თუ ეს არ შესრულდა, ამას გადაახტება, არც კი შევაშლით და შეასრულებს else-ის ბლოკს, ხო? ეხლა მაგალითად, num რა ტიპის ცვლადი? ვინ მიხვდება? იმ ტიპისაა, ხო, იმიტომ რომ ვადარებ 3-ზე მეტია თუ არა. თუ num-ი არის 5 სტოლი. რა გამოვა კონსოლში? is more, ხო? თუ num-ი არის 2 სტოლი, რა გამოვა კონსოლში? როგორ? is not more, ხო? და თუ 3 სტოლია? ანუ ამ მარტო მეტია წერია, მეტია წერია, მეტი სტოლი არ წერია. ამიტომ მაინც შესრულდება რომელი? else, ხო. აი, ამას ახლა პრაქტიკულად დამიხილავთ და კიდევ უნდა გავაკეთოთ ესეთი რაღაც. ანუ თქვენ არ ვიცი, მე მგონი ისწავლეთ, ანუ ქვია საგანს ამოვიხსნათ. აი, მე მგონი სწავლობთ მაგ საგანს ახლა აქ. ხო, ციფრული ლოგიკა სწავლობთ? ჩაგიტარდება ესე იგი. ანუ ძალიან კარგი. და ციფრულ ლოგიკაში ისწავლით ბულის ალგებრა, იცით ვინმე? კი, უნდა იცოდეთ, ხო? ხო, უილსონმა იცით, ხო? ხო, ანუ აი ეს მაგალითად ძალიან მარტივი მაგალითია. ესე იგი, მე გეტყვით და მე იქ უფრო კარგად ისწავლით იმ საგანში, ამას უფრო საფუძვლად ისწავლით. ესე იგი, მაქვს ორი ცალი ლოგიკური ოპერატორს ვეძახით, ესე ქვია ამას. ესე იგი, მაქვს an და მაქვს da. ხო? ეხლა რა ხდება anis დროს და რა ხდება das დროს? აი მაგალითად მე რო ვიტყვი, თუ ხვალ იწვიმებს an ითოვებს, ხვალ მე საქმიდან რომ გავალ, თან წავიღებ ქოლდას. ანუ თუ ითოვა, ქოლდა უნდა წავიღო? თუ იწვიმა? თუ იწვიმა და ითოვა კიდევაც? თუ არაფერი არ მოხდა? არც იწვიმა და არც ითოვა? როგორ? არ წავიღე. აი, ეხლა და შემთხვევაში, თუ ვიტყვი ესე, რომ თუ ხვალ იწვიმა და თან ითოვა, მაშინ ხვალ მე წავიღებ ქოლდას. თუ ხვალ იწვიმა, ქოლდა უნდა წავიღო? ანუ ორივე უნდა მოხდეს, რომ წავიღო, ხო? ანუ როგორი სახეა ამას? აი, ერთ-ერთიდან როგორც უფრო გამოვწევთ. ანუ ერთ-ერთიდან როგორც უფრო გამოსახოთ, ანუ რა გულისხმობთ ახლა ნახეთ? აქ ხო მაქვს ეს რა? Word-ი ორი უდრისი რა არის? ორი უდრისი არის შედარება. ან ერთი უდრისი რა არის? მინიჭება, ხო? ანუ როხტე იმ a უდრის 3-ს ნიშნავს, რომ a მიენიჭა 3, ანუ a გახდა 3. ორი უდრისი უკვე არის შედარება, ანუ ადარე Word-ი თუ უდრის yes, ხო? და თუ მართლა Word-ი yes-ის ტოლია, რა მოხდება? ანუ ჭეშმარიტია პირობა, ხო? ანუ ის კონკრეტული პატარა შედარება დაგვიბრუნებს true-ს, ხო? ეხლა რა? ანუ მაქვს ესეთი ვარიანტი 1-1-1-0-0-1-0-0, ხო? და აქ მაქვს da. ანუ ეს ორი ცალი ხაზი არის ის an აქ ეცოდება. ეს არის an. აი რა თქმა პირველმა შეწერა. ესე იგი, თუ ორივე მოხდა, საბოლოო შედეგი რა იქნება? მოხდა true, ხო? თუ ერთი მოხდა და მეორე არა? თუ ერთი არ მოხდა და მეორე მოხდა? თუ არც ერთი არ მოხდა? ეხლა ლოგიკურად ვჟეროთ თან რას, რომ თუ Word-ი ტოლია yes-ის, ან თუ Word-ი ტოლია no-ს, თუ ერთ-ერთი სტოლი მაინც იყო, რა მოხდება? ტიპის პირობა შესრულება თუ არა? შესრულება, ხო? თუ ორივე სტოლი იყო ერთდროულად, ფიზიკურად ვერ მოხდება ეს, რომ Word-ი yes-ის იყოს და no-ს, მაგრამ თქვათ Word-ის მაგალითად ის რაღაც სხვა რაღაცებია. მაინც შესრულება, ხო? თუ შუას ორი ხაზი არის an. ან თუ არც yes-ი არა და არც no და პინგვინია, შევაშინდი თუ არა? არ შევა, ხო? და რა შესრულდება? და რა დაიწერება კონსოლში? ეხლა გადავიდეთ das-ზე. და იწერება
დაიწერება, shift-ს უნდა დააწვეთ და მე 7-იანს, აი რაღაც ტიპის ნიშანდება. ეხლა და, ანუ და როგორ იქნება? წერა როგორ იქნება დაო? ხო, ანუ ორი უნდა შეცვლოს, ხო? აი აქ არის თუ ერთი შესულა და მეორე ჩამოვიდა. და, ანუ ერთია. თუ ერთი შესულა და მეორეა. 0 თუ მეორე შესულა და პირველია. 0 და თუ არც ერთია შესულა და თუ ერთი. ეხლა აქ რა ხდება? აქ ვეუბნები თუ ნამბერი რას ვეუბნები? ვიმეწოს. აი რა ნამბერი მეტია 3-ზე. მეტია მარტო. მეტიანტოლია ხო. თუ ნამბერი მეტიანტოლია 3-ზე და ნამბერი ნაკლებიანტოლია 5-ზე, მაშინ რა უნდა მოხდეს? ფასმა დაუწყო. ეხლა მითხარით, რა შემთხვევაში დაიწერება ფას? ანუ რა უნდა იყოს ნამბერი? როგორ? 3 ხო, 3 4 5, ხო? აი ეს რომ მოვაკლო რა ის უნდა იყოს, ეს ტოლობა მოვაშორი არის. 5 შეიძლება იყოს? აი თქვა 5-ია და იქ ტოლობა არ წერია, რა მოხდება? ესე იგი, პირველი შესრულდება? ანუ 5 მეტიანტოლია 3-ზე? ანუ პირველი არის true. ეხლა გადავიდეთ მეორეს. 5 ნაკლებია 5-ზე? არა, ანუ 0-ია. შუაში დაწერია. ანუ ნიშნავს რომ ეს 1-ია, ეს 0-ია, შუაში დაწერია, ანუ არ შესრულდება. ანუ რა დაიწერება კონსოლში? not pass. ეხლა მოდი გავაკეთოთ ეს უკვე პრაქტიკულად. ესე იგი, ჩავერთოთ Visual Studio. შევიდეთ new project-ში. შემდეგ აქ მარცხენა მხარეს template-ებში ავირჩიოთ Visual C#, უთხრათ რომ C# ენაზე გვჭირდება ჩვენი პროექტი და შესაბამის პროექტების გამხსნელებს ამოგიგებთ მარჯვენა მხარეს. აქ მე უნდა ავირჩიოთ console application, იმიტომ რომ როგორ? console application, იმიტომ რომ კონსოლთან გვაქვს ურთიერთობა, ეს სამი ლექცია. აქ name-ში შეგიძლიათ თქვენი სახელი დაარქვათ ან რაც გინდათ, თქვენი კლიჩკა შეგიძლიათ დააწეროთ, მე მარტივად რომ მივხვდეთ. და ოკეი, ის რომ დავაწევით, გავხსნით პროექტს, რომელშიც უკვე რაღაცა სახის კოდი უკვე წერია. ესე იგი, როგორც წინაზე ავხსენით, ესე იგი რა ხდება? ეს using-ები მაღლა არის ბიბლიოთეკები. ამ შემთხვევაში ჩვენ აი ეს სისტემის გარდა სხვა ბიბლიოთეკა არ დაგვჭირდება. Namespace-ი ვთქვით წინაზე, რომ მოდიო იყოსო როგორც არისო და არ უთქვითო და დღესაც ეგ ვთქვათ, რომ მოდი ჯერ იყოს როგორც არის და არ ვთქვათ რა არის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არც არაფერი არ არის. და მე კიდე რა ვთქვით, რომ აი პირდაპირ წერია class program. ჩვენ გამოვშალეთ აქედან solution explorer-ი და ვნახეთ, რომ აქ მაქვს ესეთი რაღაც. მაქვს ერთი console application 1, რომელსაც C# ლოგო აქვს აი ეს გვერდზე. ეს ხვდებით რომ არის ჩვენი პროექტის ფაილი, მთავარი ფაილი, ეს არის ჩვენი პროექტის სახელი, console application 1, ხო? შემდეგ ყრია რაღაცები, properties-ები ყრია, preference-ები ყრია, app config-ი გდია და კიდე რაღაც program CS-ი გდია. ეს program CS-ი არის გამშვები კლასი და ცენტრალური კლასი, რომელიც უკვე შემიქმნა ჩემმა Visual Studio-მ, რომელშიც უნდა დავწერო კოდი. ამას თუ ორჯერ დავაწევი, შემოვალ აქ. დანარჩენებზე ჯერჯერობით ისევ არაფერს არ ვიტყვი. და ეხლა გაჩვენებთ თვითონ ამ ჩემი პროექტის ყველა ფაილს. ეს როგორ უნდა მოვიქცე? ესე იგი, გამოვშალე Solution Explorer-ი. ამ ჩემი პროექტის სახელს თვითონ ზევით გაწერია console application 1. დავაწექი მარჯვენა ღილაკით. აქანა რაღაცა ისენი ამომიგდო, ბევრი რაღაცები ამომიგდო, არ მჭირდება არაფერი და მე შევედი open folder in file explorer და რო შევედი აქ, ამომიგდო რაცხები, ხო? ეხლა აქ ამომიგდო კიდე რაღაც ფაილები, რომლებიც ოდნავ მეტია ვიდრე Solution Explorer-ში, მაგრამ ამას მე რო ვიტყვი რატო ამეტი. და აქ ხედავ რომ ეს არის ჩემი სრული პროექტის ფაილები. ხო? აქ ოდნავ უკან თუ გადავალ, ნახავ რომ კიდე უფრო ანუ ეს ფაილი აი ეხლა რაზეც მაქვს mouse მიტანილი, ეს არის SLN გაფართოების ფაილი, რომელიც ამას თუ დააწევი ორჯერ, ხო? გაგიხსნის პროექტს, ანუ გაგიხსნის და შეგიკრავს პროექტს. ან თუ მინდა რომ პროექტი თქვათ მე გაუგზავნო ნინო, ხო? ნინო დააწება ამ console application 1-ის, რომელიც გაფართოებაც არის SLN-ი, ამას ორჯერ დააწევი და გავხსნით მთლიან პროექტს შეუკრავს, ანუ ცალ-ცალკე ფაილებში დევნა არ მოუწევს. კიდე უკან თუ გადავალ, ნახავ მთლიან პროექტების folder, სადაც ყრია ამ კომპიუტერზე შექმნილი პროექტები, რომელიც შეიქმნა Visual Studio-ში, ხო?
კაი, ანუ ამას კიდე მე შევეხებით თქო გჭირდება და ესე იგი რა ვშვებით? მაქვს class პროგრამი, ან როგორც თქვი, C# არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ერთ-ერთი ენა, ამიტომ ყველაფერი ხდება ობიექტებში. ამიტომ კოდს წერ ეგრევე default-ად შექმნილ class პროგრამში. კლასის გარეთ მე კოდს ვერ დავწერ. თუ დავწერ, ერორი ამოვარდება. ამიტომ მაქვს class პროგრამი, რომლის სახელიცაა პროგრამი, შიგნით მაქვს ფუნქცია main-ი, რომელშიც წერ კოდს და პირველი რასაც იზავს კომპილერი, რომ შემოვა ჩემი კოდის გაშვების დროს, შეასრულებს კოდს, რომელიც წერია აი ფუნქციაში. ანუ პირველი ეშვება ეს ფუნქცია კოდის გაშვების დროს. ანუ რას ნიშნავს? კოდი რაღაცები მიწერია ამ ფუნქციაში და პირველი რაც იზავს კომპილერი შემოვა და აი ფუნქციაში რაც წერია, იმის შესრულებას დაიწყებს. პირველ ხაზში შეასრულებს, მეორე ხაზში შეასრულებს, მესამე ხაზში შეასრულებს, ერორი ამოვარდება, გაიჩება და ასე შემდეგ. ანუ ამ void main-ში რაც წერია, იმას გამიკეთებს, ხო? ამიტომ კოდს წერ აქ, ხო? ეხლა მოდი გავაკეთებ ერთ ცალ int ტიპის ფლატს, რომელიც არის 3 სტოლი. გამიშვა მწვანე ხაზი, ხო? შენ მაგრა დაიძაბე, გონია რომ ერორია. რეალურად, აი ეს უფრო კარგად დაინახოთ. რეალურად მიიტან ამ მწვანე ხაზზე მაუსს და გიწერს, რომ ეს ცვლადი ნამბერიო, არასოდეს კი გამოაცხადებო, მაგრამ ჯერ არ გამოგიყენებია. ანუ ჯიგარი კავშირი გვაფრთხილებს, რომ შეიძლება გამოხრჩა გამოყენება და ტყუილად იკავებს მეხსიერებას. ეხლა წერ console წერტილი writeline. შემდეგ ხსნი გვალ ფრჩხილს და წერ ეს რაღაცას number ++. ბოლოში რა თქმა უნდა წერ წერტილმძიმეს, იმიტომ რომ ყველა ბრძანება როგორც იხსნება, უბრალოდ ყველა ბრძანება იხურება წერტილმძიმით. და ეხლა რომ გაუშვებ, რას ამოვაგდებს? როგორ? ვის გონია რომ 5-ს ამოვაგდებს? მართლა, შენ გონია რომ 5-ს ამოვაგდებს? რატო? კაი, всё. კაი, ანუ უშვებ და აგდებს 4-ს. როგორც მოველოდით, 5-ს არ ამოვაგდებს, იმიტომ რომ ++-ი 1-ით ზრდის, მეტჯერ არა. ბოდიში. ბოდიშით მეგობრებო, აგიხსნით რატომაც ამოვაგდო 3. აი ხა ნახეთ. ეხა უკვე ამოვაგდო 4. ეხა რატო ამოვაგდო 3? და რა შემეშალა მე? ესე იგი, აქ ხდება ეს რაღაც. ანუ console writeline ფუნქციაში რომ შემოვა კოდი, ესე იგი რას აკეთებს ეს console writeline-ში ფრჩხილებში რაც წერია, იმას ის გამოვაქვს კონსოლში, ხო? და რო შემოვა console writeline-ში, პირველი რასაც დაინახავს არის number-ი. და გამომიტანს numbers. ხო? აბა ეხა ვინ მეტყვის? კიდევ ერთხელ რო დავწერო აი ესეთი რაღაც. ოღონდ პლუსების გარეშე. ეხა რას ამომიგებს კონსოლში თქვენი აზრი? ანუ ეგრევე 4-ს ამოვაგდებს? ხო. ანუ რა მოხდა? აი წეღან რაც შეგვეშალა. ანუ რა მოხდა? ესე იგი, ეს ბრძანება მთლიანად აკეთებს რას? ამ რიცხვის 1-ით გაზრდას, ხო? წინა შემთხვევაში რაც მოხდა ეს რაღაც. console writeline-ი, რო დაიწყო console writeline-მა მუშაობა, ამოიკითხა number-ი და ეგრევე გვიჩვენა კონსოლში. შემდეგ გაიზარდა და ნუ იქ უკვე აღარ ქონდა მეორე ჯერ კიდე კონსოლში number-ის გამოტანა, ამიტომ number-ი თავიდანვე ხო იყო 3. ჯერ გამომიტანა 3 და მერე გაზარდა. ეხლა აქ რაც მოხდა, აქ მოხდა ის, რომ გამომიტანა 3, გაზარდა და მერე ისევ გამომიტანა. ოღონდ უკვე გაზრდილი გამომიტანა და არა თავდაპირველი, ხო? იმიტომ რომ თავის თავში ის უკვე 1-ით გაიზარდა. მივხვდით, ხო? კარგით, ეხლა აქ რო დავწერო ესეთი რაღაც დარწმუნებულები ხარ? როგორ? ანუ აქ მე უკვე ნამრავლი გამომაქვს, ანუ აქ მე უკვე შედეგი გამომაქვს. იქ რა ხდებოდა? რიცხვი თავის თავში იზრდებოდა, ხო? ანუ მინიჭების ოპერაცია ხდებოდა. აქ ეგეთი რაღაც არ ხდება. აქ პროსტა რაღაცას ვამრავლებ რაღაცაზე და გამომაქვს ამის შედეგი, ხო? რაც წინაზე გავაკეთეთ, ხო გახსოვთ? აი ხა ესეთი რაღაც რო ჩავწერო? რას გამომიტანს?
21 და ანუ წარმოვიდგინეთ რომ ეს და აი ეს ზუსტად ერთ და იგივეა. ხო, ანუ number plus-ი რას აკეთებს? ზრდის ერთით და თავში იმახსოვრებს მაგას, ხო? და აი ხა ესეთი რაღაც რო ჩავწერო. 4 და 3, ანუ პლუს-პლუსისგან ჩვეულებრივი მათემატიკური ოპერაცია იმით განსხვავდება, რომ ჩვეულებრივი მათემატიკური ოპერაციის დროს გვაქვს შედეგი და всё, მორჩა მან ბაზარი. არც რაღაცა ეხლა? ანუ აქ მე პროსტა numbers მივუმატე 1. number-ში აღარ დავამახსოვრე შედეგი. ანუ ესეთი რაღაც რომ ხო, იქ ანუ number plus ნიშნავს, რომ numbers გაზრდის 1-ით და დაიმახსოვრებს number-ში. number plus 1 ნიშნავს, რომ numbers გაზრდის 1-ით და всё, ის შედეგი იკარგება, ანუ ეკრანზე კი გამომიტანს, მაგრამ არსად აღარ ვიმახსოვრებ რა. სუსუპირველად იმიტომ არ ქნა, რომ ჯერ გამოიტანა number-ი, შემდეგ გაზარდა 1-ით და დაიმახსოვრა თავში. არა, იგივე არ არის, ანუ ეს არის, რომ რაღაცა მათემატიკური ოპერაციაა და всё, და ეს არის, რომ ზრდის 1-ით და შემდეგ თავში იმახსოვრებს. ანუ განსხვავება ეს არის და ამიტომ იყო განსხვავებული შედეგებიც. კონსოლ F5-ით უშვებ, ის კონტროლ F5-ით უშვებ, არა, ხო? ხო, მარტო F5-ით თუ უშვებ, ეგრევე გაიჩნდება. კაი. მეც ეგ მაქვს ლეპტოპზე, ეგ ჭირს ზუსტად ჩემს ლეპტოპს არ ვიცი ისი პროგრამა. Google-ში უნდა პროსტა ძებნო. ანუ ეს კონსოლის თვითონ სიტყვა გალურჯებული არ არის, ხო? errors იმიტომ აგდებს, რომ შეიძლება ზევით კიდე რაღაც შემოვა. C# არის case sensitive, ანუ ნიშნავს რას, რომ სვლადი ნამბერი აი ესე ჩაწერილი. სვლადი ნამბერი დიდი ასოთი ჩაწერილი არის სხვადასხვა სვლადი, ანუ ეს ეგრე სვლადი არის. ასე რომ ყველა ასოს აქვს მნიშვნელობა. აი right line ეხა ჩვენ მეგობრებს ეწერა პასუხი პატარა ასოებს. ის აღარ არის ის right line ფუნქცია, ის რაღაც აუგებარი ფუნქცია. თუ ჩაწერდი ბლს w და l დიდი ასოებს, გვხვდება რომ ის ფუნქცია, რომელიც აკეთებს რიცხვის ხო? ეხლა მოდი if-ზე გადავიდეთ. ეხლა რაღაცას დავწერდი, როგორ? პრობლემა აქვს იმეს? კონტროლ F5-ით უშვებ? არა, უშვებ, პროსტა იყო. კაი, ეხლა რაღაცას ჩავწერ და მითხარით რა მოხდება. ყველაფერია წაშლილი? ესე იგი, პირველი რაც შეამჩნიეთ ის, რომ ყველა ხაზის ბოლოში წერტილმძიმე არ წერია. ანუ უკვე ნახეთ ისეთი რაღაც, რომლის ბოლოში წერტილმძიმე არ იწერება, ხო? აი if პირობის შემდეგ წერტილმძიმეს არ წერ, იმიტომ რომ უკვე იგრევე მოდის სისტემური ფრჩხილები. if-ის ბლოკი. ქვია ამას, ანუ თუ შესრულდა ეს, შესრულდება if-ის ბლოკი. თუ ეს არ შესრულდა, შემდეგ წერ keyword else და შესრულდება უკვე else-ის ბლოკი, ხო? ანუ თუ ეს არ შესრულდა, ყველა სხვა შემთხვევაში უკვე სრულდება else-ი. ეხლა ვინმე ტყვის რა გამოვა აქ? აქვს იმეს განსხვავებული აზრი? ანუ გამოვა რა? გამოვიდა 3. ხო? კაი, აი ესეთი რაღაც რო ჩავწერო. 4 გამოვა? აი, ტოლობა წავშალე პროსტა. ანუ რა გამოვა იქ მითხარით? კაი, გამოვიდა 4. აი ხა რა გამოვა?
რატო? კომენტარს კომპილერი არ ითვალისწინებს? იყიდებს ვაფშე? ვაფშე ფეხებზე კიდია. ანუ კომენტარს კომპილერი просто არ ატარებს. ანუ არ ითვალისწინებს. არა, რატო? ამომიგდო 3. ება ეხა ესეთ რაღაცას დავწერ. აი ხარ რა მოხდება აბა? როგორ? ისევ 3 გამოვა? არა, 5 ჩვეულებრივი რიცხვია. 5 5-ის ტოლი არის? არის. ანუ შედეგი რა გვაქვს? True. ანუ რა გამოვა? კაი, 3 გამოვიდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში 3 გამოვიდა და რომელი შესრულდებოდა? პირველი? აბა დავწმუნდეთ რომ პირველი შესრულდება. კაი. აი ხა რა გამოვა? კაი. ეხა? ანუ ვინ ვერ მიხვდა ეხა რა გავაკეთეთ? მე. კაი, ესე იგი მოდი ჯერ ამას წავშლი და დაუბრუნდები წინა ვარიანტს. ესე იგი პირველი შემთხვევა ესეთი შემთხვევა იყო მარტივი, ხო? ანუ ნამბერი თუ მეტია 3-ზე, 3 3-ზე მეტი არა, ამ შემთხვევაში შესრულდება ელსი, ხო? დაუშვებთ, შესრულდა, გამოვიდა 3. მოდი აქ სიტყვა დავწეროთ, რომ მიხვდეთ რა სრულდება. როგორ? აბა სად არის ელსის კომენტარი? ეს ელსში მაქვს რომელიღაც ბრძანება და კომენტარებული. პროსტა ის ბრძანება არ შესრულდება. დანარჩენი ჩვეულებრივ მუშაობს ყველაფერი. ანუ ერთით არ გაიზრდება, თორე ყველაფერი ჩვეულებრივ მუშაობს. კომენტარი მაგას აკეთებს. ანუ ნახეთ, ეს არის მარტივი, ხო, გაუშვები და რომელიც შესრულდება? ელსი, იმიტომ რომ 3 3-ზე მეტი არ არის, ხო? ეხლა ჩავამატე ესეთი რაღაც, უთხარი რომ თუ 3 3-ზე მეტია, ან 5 5-ის ტოლია და რა მოხდა? ანუ 3 3-ზე მეტი არ არის, მაგრამ 5 5-ის ტოლია. ამიტომ შესრულდება if, ხო? ეხლა რა გავუშვებ, ნახე რომ შესრულდა if. და მე კიდე პაходу უთხარი რომ ანუ თუ 3 3-ზე მეტია, ან 5 5-ის ტოლია და ნამბერი ნაკლებია 4-ზე, ხო? მაშინ შესრულდეს if, ანუ ანის აქეთ და იქით მხარეს რა მაქვს? ერთ მხარეს მაქვს ნამბერი მეტია 3-ზე, რომელიც false-ია, ხო? იმიტომ რომ 3 3-ზე მეტი არა. მეორე მხარეს მაქვს 5 უდრის 5-ს, ხო? ეს უკვე აი ნახეთ რა მოხდა?
ხო? ანუ მაგის საშუალება მაქვს. ეხლა ნახე, ეხლა აქ მაქვს ეს თი რაღაც. აი, შესრულდება ეს? რატო შესრულდება? არა, შესრულდება, ხო? აი, როგორც თქვა, იმიტომ რომ ანუ 3-ზე მეტი არ არის, მაგრამ ზატო 5-ზე ნაკლებია, ხო? ეხლა რა მოხდება? რატო? ხო. აი, ეხლა რა შემთხვევაში შესრულდება ეს? აი, რა რიცხვი უნდა იყოს, ნამდვილად რომ შესრულდეს? 3.1 int იქნება? ვერა. ანუ უნდა იყოს 4. და ეხლა უკვე შესრულდა ისევ რიცხვი, ხო? იმიტომ რომ ორივე პირობა და ყოფილა 3-ზე მეტიც იყო და ახოდუ 5-ზე ნაკლები იყო. ხო? კაი. რაიმე კითხვა თუ გაქვთ if-ელსთან დაკავშირებით. ანუ დაიმახსოვრეთ ჩაწერის სტილი. წერ if-ს. შემდეგ გვაფრჩხილებში წერ if-ის პირობას. შემდეგ წერ სისტემურ ფრჩხილებს, სადაც ვაქცევ იმ კოდის იმ ნაწილს, რომელიც მინდა რომ შესრულდეს, თუ if-ის პირობა შესრულდა. შემდეგ წერ სიტყვა else და შემდეგ წერ კოდის იმ ნაწილს ამ სისტემურ ფრჩხილებში, რომელიც უნდა შესრულდეს იმ შემთხვევაში თუ if-ის პირობა არ შესრულდა, ხო? ვინმეს თუ აქვს რაიმე კითხვა? არა, ეხლა ნახეთ, როგორ? როგორ? ეგ მე. კაი ის არის, კაი თხოვნა, ოღონდ ცოტა მე. ანუ ეხლა ნახეთ, ესეც შემიძლია ჩავწერო. ანუ ლექსივი მოთხრობასავით, მაგრამ არის საშინელება, იმიტომ რომ შენ თვითონ რო ჩაიხედავ, ან სხვა რო ჩახედავს, მე ვერაფერს ვერ მიხვდება. აი, ხა ამით მაგალითად ცოტა რთულია გაგება რა ხდება საერთოდ, if-ის დროს რა სრულდება რა შენ. ამიტომ საჭიროა რომ ყოველთვის კოდი ვწეროთ ლამაზად, აი ეს. ეხლა enter-ს რო ვარტყავ ეს ჯიგარი თავის მისწორებს, ანუ ეს პირველი სისტემური ფრჩხილი და მეორე სისტემური, ანუ გახსნა და ხურვა ერთ ხაზზე გამისწორა, ხო? console write line ცოტა შეწია, რომ უკვე უფრო ლამაზად იყოს გამოჩენილი და უფრო მარტივად იყოს აღსაქმელი, ხო? ესე იგი if-ელსი დავღეჭეთ, ოღონდ მე დავქჩა else-ის გაკეთება. ეხლა წამოვედით while-ში. ესე იგი, თუ მაგალითად მინდა რომ გავაკეთო ეს თი რაღაც, 5-ჯერ გამოვიტანო რიცხვი 4. როგორ უნდა მოვიქცე? ჯერ გამოვიტანო. ხო, აი 4 ესე რომ ჩამოიწეროს კონსოლში, რა უნდა გავაკეთო? არა, აი ბაღის ბავშვი როგორ გააკეთებდი? ბაღის ბავშვი როგორ გააკეთებდი? ანუ პროსტა 5-ჯერ დავწერდი ამას, ხო? ეს 1, ეს 2, ეს 3, ეს 4 და ესეც 5. და რა მოხდება? გავუშვებ და გამოვა 5 ცალი 4-იანი. ეხლა თუ მინდა რომ 1000-ჯერ გავა, ანუ 1000-ჯერ დავწერო ეს 4-იანი, ბაღის ბავშვი ისევ ადგებოდა და გადააკოპირებდა, მაგრამ მოიგონეს უფრო კარგი რაღაც, რასაც ქვია ციკლი, ანუ რაღაც პროცესების ავტომატიზაციისთვის, თუ მინდა რომ ერთ და იგივე რაღაც გაკეთდეს მილიონჯერ, აი მე თუ მითხეს რომ მილიონჯერ დაწერე ერთიანი ფურცელზე, მაგრა დავიტანჯები, ხო, მაგრამ ოდესღაც მაინც დავწერ. მაგრამ კომპიუტერი კარგი იმიტოა, რომ შეგიძლია მარტივი, უფრო რთული, რაც ჩვენთვის არის რთული, ისი ავტომატიზაცია ჩვენთვის არის რთული, კომპიუტერისთვის მარტივია ეს, იმიტომ რომ აქვს რაღაც მარტივი ბრძანებები, რომელიც ახლა 4 ხაზში იწა, ახლა ჩემთვის რო ვთქვათ, რომ 1000 ცალი ერთიანი გამოიტანეო, 1000 ხაზის დაწერა მომინდებოდა, ხო, console write line, ვინც არ იცის ციკლი რა არის. მაგრამ არსებობს ციკლები და შემიძლია 3-4 ხაზში ეს ყველაფერი გავაკეთო. აი 4 ხაზით რას აკეთებს? ვინმე თქვის, რა ხდება? არა, აი რა ხდება საერთოდ, ანუ ამ თავიდან ხო ესია და თანამედროვეობამდე ის დაინახავს ხო? ხო. ანუ ნახეთ, მაქვს while ციკლი, ამას ქვია ციკლი, იმიტომ რომ მეორდება, რამდენჯერაც გვინდა იმდენჯერ გავამეორებთ და ხდება ეს რაღაც. მაქვს პირობა. ხო? ლურჯად წერია პირობა. პირობა ქვია while ჭხილში მოქცეულ რაღაცას. ხო?
ორი შესაძლო ვარიანტი. თუ ახლოს, ანუ ეს პირობა არ შესრულდა, არ შესრულდა, ხო, როგორც ეგარ if-ში უყურეთ. თუ პირობა შესრულდა, მაშინ ხდება while სისტემური ჭრილებში მოცემული კოდი, სრულდება ის კოდი. ადის ისევ პირობასთან და ამოწმებს. თუ ისევ შესრულდა, ისევ სრულდება კოდი, ისევ ადის შეამოწმებს. თუ ისევ სრულდება, ისევ შესრულდება. ისევ თუ ისევ პირობა სრულდება, ისევ კოდი შესრულდება და ესე ტრიალის. მაგრამ სანამ პირობა არ შესრულდება. პირობა რომ არ შესრულდება, წავა false-ის და while ჭრილიდან გამოვა და გააგრძელებს სხვა კოდის შესრულებას, ხო? მივხვდით, ხო? ეხლა აი ამ კოდს გადავწერ და მითხარით რა იქნება შედეგი. წამეს როგორ 1 იყო, ხო? აი, რა გამოვა კონსოლში? რატო? კონსოლში რა გამოვა? არა, კონსოლ აიდანის საერთოდ არ წერია, ასე არაფერი არ გამოვა, პროსტა რა მოხდება მაშინ? როგორ? სამის იქით აღარ წავა? რატო? ეხლა მაშინ ნახოთ რატო. კაი. ეხლა მოდი ეს გაუშვათ და დავწუნდეთ რომ არაფერი არ მოხდება, ხო? კონსოლში არაფერი არ გამოვა. მაგრამ ეხლა აიგ დავწეროთ ესეთი რაღაც, console write line count და ვინმე ტყვის რა გამოვა? 1 2 აი რიცხვი მითხარი რა გამოვა? აი ვინმე მითხარ. 2 გამოვა? 3. 2 გამოვა 3. და ეხლა რატო გამოვა 3? County არის ერთი სტორი, ანუ გაჩნდა სხვადი county, მიენიჭა 1. ეხლა წავიდე უკვე while შესრულება დაიწყო, ხო? და მას while-ი და შემდეგ while-ში პირობა. პირობა რა არის? თუ ეს county ნაკლებია 3-ზე. ხო? პირველი რაც ხდება რა არის? რომ შეამოწმებს პირობა თუ სრულდება და while-ში შევა. while-ში შევა პირველივე ჯერზე? ანუ while-ში შევა რა გულისხმობს? ანუ დაიწყებს while-ის კოდის შესრულებას, ან while-ში, ხო გქონდა? პირველ ჯერზე while-ში შევა? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 1-3-ზე ნაკლები არის, ხო? და while-ში შევიდა და რა მოხდა? გახდა 2. ანუ count-ი გახდა 2. ისევ ნაკლები. ეხლა ავა მაღლა ისევ while-ის პირობას შეამოწმებს, თუ ისევ სწორია, ისევ შეასრულებს. ისევ ავა მაღლა, თუ ისევ სწორია, ისევ შეასრულებს და ესე იტრიალებს, მანამ სანამ რა არ მოხდება. მანამ სანამ პირობა არ შესრულება, ხო? ეხლა რა მოხდა? 1-ია count. და შევიდა while-ში. რამდენი გახდა count-ი? 2. ეხლა ისევ პირობას ამოწმებს. 2 3-ზე ნაკლები არის? კი, ანუ რამდენი გახდება count-ი? 3. ეხლა ისევ ავა მაღლა. ანუ 3 ხო გახდა და ისევ მაღლა არის. 3 3-ზე ნაკლები არის? არა. ამიტომ while-დან გამოვარდება, აი while-ში დაიწყიდან გამოვა საერთოდ და შეასრულებს შემდეგ ბრძანებას და რა არის შემდეგ ბრძანება? დავიბეჭდე count-ი და count-ი ბოლოს რამდენი იყო? 3. ხო? აი ხა რა გამოვა? დარწმუნებული ხარ? 4 გამოვა. ანუ როგორ გამოვა? ანუ არ გამოვა 2 3 და 4 მეტრო. ეს console write line while-ში არ მაქვს. ანუ console write line ერთხელ სრულდება მარტო. მივხვდი? 4-ს გამოიტანს, რატო? იმიტომ რომ ის გახსოვთ ბოლოს რომ 3 გახდა. 3 ხო, წეგანს 3 ხო შეამოწმა და რო შეამოწმა არ იყო ტოლი. ან ტოლობა არ იყო, 3 3-ზე ნაკლები არ იყო. და ამიტომ გამოაგდო გარეთ, ხო? მაგრამ ეხლა უკვე რომ ვამოწმებ 3 3-ს ტოლი არ და კიდე ერთხელ შედის შიგნით და კიდე ერთხელ ის. მივხვდით ხო? აი, ეხლა ის აი ეხლა დავწეროთ მოდი შიგნით.
აი ხა რა გამოვა მაშინ კონსოლში ეგ მითხარ. როგორ? დავწმუნდი ხო ყველა. აი ხა ესე რა გამოვა? და всё. როგორ? აი ლოგიკურად დაფიქრდით, აბა ეხლა რა გამოვა? აი ვინმე ადგენს და გაყვეს და მითხას, პროსტა მითხას კონსოლში რა გამოვა? აი 1 2 აი შეიძლება არა, განზრდის არ მაინტერესებს, აი რა გამოვა ეგ მითხარ. 1 2 3 4 აღარ გამოვა? ხო, ანუ 4 აღარ გამოვა, იმიტომ რომ 4 სანამ გახდა, მაგამდე დაიბეჭდა და 4 რო გახდა, უკვე გამოვარდა იქიდან, ხო? ანუ კონსოლამდე ისევ ვეღარ მისვლა, შეძლო მისვლა, ხო? მიხვდი? კარგად მიხვდი? ყველა კარგად მიხვდა? კაი. ესე იგი, while-იც გადავლახეთ, ამაზე მე ბევრი მაგალითები გვექნება, როგორც დავალებაში, ასევე სხვაგან. და ეხლა გადავდივართ კიდევ ერთ ციკლზე, რომელიც უკვე არის ცოტა სხვანაირი. რომელსაც ქვია for ციკლი. ესე იგი, for ციკლი ძალიან ხშირად გამოიყენება მასივების და ლისტების დროს, ასევე ისედაც გამოვიყენებთ, მაგრამ საერთოდ უფრო ხშირად იმისთვის გამოიყენება. მე ვნახავთ კონკრეტულად რა შემთხვევაში გამოიყენება. და ამის სტრუქტურა არის ცოტა კი არა და ხო, ცოტა სხვანაირი. ეხლა ვნახოთ როგორ მუშაობს ეს for-ი. ეხლა უნდა დავწერო გაფრთხილდა და ვით ვერწეროთ მითხარ.
დავიწყოთ შეცვლილება. რამდენჯერ? აი, იქოცა, რამდენჯერ შესრულდება კომენტარებში მითითებული კოდია. ანუ აი კომენტარში რაღაც წერია კოდი და რამდენჯერ შესრულდება ის. თქვენი აზრი. როგორ? რიცხვი მითხარით. 5? რაციონალური გიოსებოდა? ჯერ არის. მოიგანაც დაიწყო. ხო. აი ხა ნახეთ, აი ხა მივუყვეთ, აი იმ თავიდან არის 0-ის ტოლი, 0 ნაკლებია 5-ზე, შევიდა 7 და 1-ს შესრულდა, ხო? დაიგდა და გახდა 1-ის ტოლი. 1 ნაკლებია 5-ზე? კი, შესრულდა 2-ზე. აი ისევ შეასრულა, ავიდა მაღლა გახდა 3-ის ტოლი. 3 ნაკლებია 5-ზე? 3-ზე შესრულდა. შემდეგ გახდა 4-ის ტოლი. 4 ნაკლებია 5-ზე? არა ნაკლებია. არ გავიგე, არა ნაკლებია. ან ნაკლებია? შესრულდა მე-4-ჯერ, გახდა 5. 5 ნაკლებია 5-ზე? არა, ნაკლებია, ეს თუ არა. არა ტოლი. ანუ გახდა შესრულდა 1, 2, 3, 4, 5. ხო? ეს რადგან ტოლი არის, არ შედება და ანუ ამ შემთხვევაში ეხლა გადავხდა. ანუ თავიდან ხო ჩვენ ეხლა ჩვენ დავიწყეთ უკვე 1-დან დავიწყეთ. ხო, მოძრაობა, მაგრამ თავიდან ხო 0-ის ტოლი იყო. და 0-ი რო შეამოწმა 5-ზე, ხო ნაკლები იყო. და ხო ჩავიდა და ხო შეასრულა. ანუ რა 0-ის უნდა დაგვეწერა, ანუ i თავიდან იყო 0-ის ტოლი შესრულდა, 1-ის ტოლი შესრულდა, 2, 3, 4, 5-ის ტოლი შესრულდა და საერთოდ რამდენჯერ შესრულდა? 1-ჯერ, ხო? უნდა იყო 0. აი ესეთი რაღაც რო ყოფილიყო 5. 5-ჯერ შესრულდა, ხო? აი ესეთი რაღაც რო ყოფილიყო 3-ჯერ, 4-ჯერ. ანუ შესრულდა 1 დროს, 2 დროს, 3 დროს და 4. 5 რო გახდა, ამან უთხრა უკან. და გამოვიდა ვაფშე პროცესი, ხო? ეხლა ამას პრაქტიკულად ჩავწერთ. ესე იგი, while-ისგან განსხვავებით, 5 ტოლი იყო, არ გააგრძელებდა შესრულება, სანამ შეეცვლება. 5 რო 5-ის ტოლი იყო, ჩავიდოდა, შეასრულებდა და მე რო ავიდოდა და 6 გახდებოდა, გადმოვიდოდა, ნახავდა ტოლი აღარ გამოვარდებოდა ვაფშე. ეხა რამდენჯერ დაიწერება სიტყვა true? 4-ჯერ, ხო? აი ახლა ეხლა ერთხელ, ანუ შეამოწმა, ჩავიდა, გააკეთა, ამოვიდა, გაზარდა, შეამოწმა და უკვე უარი უთხრა, იმიტომ რომ 1-ზე ნაკლები არ არის, ხო? აი ახლა რამდენჯერ შესრულდება true? ოღონდ ეს იმათქვა წეღარ უთხრა 5-4-ზე ნაკლები არ არის. აი, ერთი არის ძალიან ბევრჯერ. კიდევ ვინ ეთანხმება რომ ძალიან ბევრჯერ? ჩაიციკლება, ხო? არა, მართლა ჩაიციკლება. ანუ წეღარაც მართალი იყავი? აი, ეხლა რატო ჩაიციკლა? ანუ ნახე რა მოხდა. იყო თავიდან 0-ის ტოლი. 0 1-ზე ნაკლები არის? და დაწერა პირველი true. ეხლა ავიდა მაღლა და რა მოხდა? 0-ს 1 დააკლო, გახდა -1. -1 1-ზე ნაკლები არის? ჩავიდა, შეასრულა, ავიდა, გახდა -2. -2 და ანუ იმაზე რა ქვია, 1-ზე ნაკლები ყოველთვის იქნება, ხო? და პირიქით უფრო და უფრო ნაკლები ხდება, არ იზრდება საერთოდ. ამიტომ იმ პირობას ვერასოდეს ვერ დაარღვევ და ჩაიციკლებთ. პროგრამის კოდის ჩაციკლა იწევს აი ამას, ეხლა გაჩვენებთ, თუ აქ გააკეთა. ესე იგი, აი CPU-ს დატვირთვა არის 56 და ეხლა ვნახოთ ალბათ თუ კიდე დაიტვირთება. უარესად კი, დაიტვირთა, გახდა 87, ხო? ანუ 80-ზე მაღლა უკვე. ანუ
პროგრამის ჩაციკლა, რაც არის საშინელება, ტვირთავს შენ კომპიუტერს და მოკლედ თუ რაღაცა ჩაიციკლა, ესე იგი რაღაცა არასწორად მოხდა. ხო, აი, რაში უნდა გაწყობდეს ჩაციკლა, აი მომხმარებელს რომ რაღაცა გააკეთებინო და მე რომ მომხმარებელს ჩაუციკლოს რაღაც პროცედურა. როგორ? აზრზეა ვარ, მაგრამ ალბათ ცუდი ვირუსები მას შეიძლება. ანუ ბევრნაირი სტილის ვირუსი არსებობს, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთი. კაი, ეხლა ნახე, შემიძლია for ციკლი ჩავწერო აი ესე. ესე შეიძლება? ესე როგორ ჩანს არ შეიძლება? და აი ესე შეიძლება? ესე ეხა იმუშავებს? არა, ის ხო გამოსაცხადებელი. თურმე იმუშავებს. იმიტომ რომ ზევით გამოვაცხადე რომელიც i არის 0-ის ტოლი, აქ უკვე იგულისხმება გამოცხადება აი ამ ცვლადის, რომელიც შემდეგ უნდა იხმარო და ის უკვე გამოცხადებულია მაღლა. ხო? და შემდეგ უწერია ყველაფერი ისე როგორც უნდა ეწეროს, ხო? აი აქ რო ესეთი რაღაც დავწერო შეიძლება, მოიცა ეხლა ამას ცოტა გადავაკეთებ, აქ დავწერ 5-ს. აქ დავწერ პლუსი უდრის 2-ს. აი ხა რამდენჯერ გამოვა true ეხა თქვენ ეგ მითხარით. აი ვინ ფიქრობს რომ ორჯერ გამოვა? ორჯერ რა, ანუ რა შენ თქვი რომ ორჯერ გამოვა. ვინ ფიქრობს? 2 და 4 3ჯერ გამოვა. ეს შენ პირველი არ ჩათვალე და მაგ. აი ხა რა მოხდება საერთოდ თქვენ ამ მიხარით. როგორ? როგორ? და რა? 2 და 3? ა 0 და 3? ხო, ანუ გამოვა 0 და 3. შემდეგზე გახდებოდა 6, მაგრამ 6 არ არის ნაკლები 5-ზე. პირიქით მეტია 5-ზე. აი ხა რა მოხდება ვინმე? აი ერთმა თქვა დაიღუპება ისე. და error-ს ამომიგდებს? არც კონსოლი არ გაიხსნება? არაფერს არ დაწერს. ციკლის გარეთ არაფერი არ მაქვს, ხო? ვისი? ამის თუ კონსოლის? ესე всё? აი, ეხა მე დავუძმოვდები, მაგრამ კაი. რა მოვიღო? წავშალო? რავი, აბა ნახოთ რა მოუვა. ანუ აღარაფერი აღარ აჩერებს და წავა და წავა. ანუ გამჩერებელი აღარ ყავს. ანუ ის პირობა ამოაგდე შენ საერთოდ და იმ პირობაში რო შედის სულ თუ უბრუნდება ტიპს. ხო, და წერს რა. წერტინძიმე რო წავშალოთ დაირღვევა ამის პირობა და ეხა საერთოდ აღარ გაიშვება. კაი. გვაქვს რამე კითხვა? ეხა აქ i რატო დავწერე? ძალიან ხშირად ეგ თუ არ უთხარი, მეც რო არ მითხრა, მეც ამერეოდა. ანუ აქ აბეზალოკ არ არის რომ i ერქვა, შეგიძლია სელაპი დაარქვა, სვაც ამ მნიშვნელობა არ აქვს რა. მიხდი, ანუ i პროსტა იმიტომ შემოიღეს, რომ ამ i-ს ქვია იტერატორი. ანუ ეს i რო იზრდება, ადარებს და რაღაცა, ამ თვითონ ამ ტიპს ქვია იტერატორი. იტერაცია, სიტყვა რა იგია. ზევით რო იგვაქვს ამ შემთხვევაში ამასთან ანუ მე რას გულისხმობ რომ ამ ეს i რეალურად შეიძლება იყოს და არა i და აჰა всё. всё, ყველაფერი იგზი. ანუ აბეზალოკ არ არის რომ იმ იტერატორს i დაარქვა რა, შეგვიძლია რაც გინდა ის დაარქვა. ეხლა წეღან რაც თქვი. აი მაგალითად აქ რო ეხა ესე ეწეროს აგი ვაფშე წავშალო და აგი იყოს ეს. ესე იგი, რა მოხდება? არა, რა გამოვა?
0.36, ხო? ეხლა მე თუ მომინდა რომ ეს a ანუ a ბოლოს რა იყო? რა რიცხვი გახდა სულ ბოლოს? არა, 6 არ გახდა რა. 9 გახდა, ხო? 9 ხო გახდა. აი ხა აქ თუ მე მინდა რომ გამოვიტანო, ეს აი მაინტერესებს რომ ბოლოს a რა გახდა, ხო? რას დაწერს? არა, ეხლა არაფერს არ დაწერს და ხაზ გამისვამს და ეხლა ნახეთ რას დაწერს? აქ წერია რომ the name a does not exist in the current context. ანუ ის აი რა წეგან გითხარით, ის a გამოცხადდა ფორში, ფორმა მუშაობა შეწყვიტა, მოკვდა ფორში. დაიმარხა ფორში. ფორის იქით ვეღარ ხედავ, ხო? და აი ეს რო ესე დავწერო. ეხლა რა მოხდება? როგორ? 0-ს დაწერს? აი, ვინ ფიქრობს რომ 0-ს დაწერს? აი. და შენ არ ხარ მართალი, 9-ს დაწერს. ანუ ნახე, რატო არ ხარ ხა მართალი? ხო, ანუ გამოცხადდა 0 კი იყო, მაგრამ მე ხო გაიზარდა, მე ხო რაღაცა მოუვიდა, ხო? და ბოლოს გახდა 9. ამიტომ ბოლოს მაინც 9-ს გამოვიტანს. აი, ფორის დავღეჭეთ. ხო. აუცილებლად დღეს ვიზავ ყველაფერს. აი შეგიძლიათ რომ გამოვაცხადოთ, ანუ ზევდას ვერკო და შეგიძლიათ რომ გამოვაცხადოთ. რა გამოვაცხადო, აბა მითხარი? აი ეხლა სტანსინგი ხარ ფორის შემდეგ რა. და იგივე რომ გამოვიწყო. აი რა დავწერო აქ მითხარი? უძრის თავისად 0. ანუ ამ შემთხვევაში ეს გინდა ესე? ხო. ამ შემთხვევაში ანუ აი ყოველობრივ მოხდა. აქ შემიძლია ეს აღარ გავუწეროთ და ეს რას გავუწეროთ. ზემოთ როდესაც თვალი გამოვაცხადოთ. ოღონდ ეს არის სუდი. თუ გააკეთებ ესე, ანუ არაფერი შეცდომა არ არის, მაგრამ ეხლა რატოა სუდი? იმიტომ რომ ამ სვლად შენ ხომ მხოლოდ იტერაციისთვის იყენებ, ანუ რომ გადახვიდე პროსტა ფორში ბიჯებით, ხო? და შემდეგ შეიძლება დაგავიწყდეს იმ ან შეიძლება i აქ გარეთ გამოვაცხადო. მერე წახვიდე, კიდე სადღაც ფორში იხმარო და ამ i-ს აიღებს და ამ i-ს მნიშვნელობას ჩასვას. ამიტომ ყოველთვის რეკომენდირებულია რომ ის სვლადი რომელსაც იყენებ იტერაციისთვის, ყოველთვის გამოვაცხადო ფორშივე. სად? აი გამოვაცხადე, ნახე? არა. ეხლა ნახე. C++-ში რეალურად შეიძლება ეს რა თქმა უნდა, C#-ში არ შეიძლება. იმიტომ რომ ის a რახან იყო ლოკალური ცვლადი, ხო, შემდეგ ვეღარ გახდება გლობალური ცვლადი. ანუ ეს აღმოაჩინე მეც რაღაცა 1 წლის წინ თუ რაღაც, ანუ მეც მეგონა რომ შეიძლება და არასდროს არ მიხნია, მაგრამ მეგონა რომ შეიძლება, მაგრამ თურმე არ შეიძლება. ანუ იმისთვის ის უკვე იყო წეგან ლოკალური ცვლადი, ეხლა შენ გინდა რომ ის ლოკალური გახადა გლობალური და ვეღარ აკეთებს მაგას C#-ში. ამიტომ ის თუ აქ იხმარებ, მე დაბლა უკვე ვეღარ იხმარებ რა. მაგრამ ის გარდა გვაქვს კიდე უთვალავი ცვლადი, რაც გინდა შეგიძლია ის დაარქვა. კითხვა გვაქვს კიდე ვინმეს რაიმე? დასვენება ეხლა გვექნება კაგრას ეგუნა მეტყვი. აი ყველა ვარ, ხო? ეხლა გადავიდეთ ფუნქციებზე. ესე იგი, ეხლა რა ხდება? დღეს რეალურად გავივლით C#-ის 30%-ს. რაც სრული აბსურდია, იმიტომ რომ თქვენ მე ვერ დაждებით და იმ რაღაცა მუშაობას ვერ დაიწყებთ უკვე და ვერ იტყვით რომ C# ვიციო, მაგრამ ეს 30%, რაც იდეაში არც თუ ისე საფუძვლიანად გავიარეთ, იმიტომ რომ ბევრი არ გიმუშავა, ახლა მართალია მეორე ლექციას უფრო პრაქტიკულ მუშაობას დავუთმობთ, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თქვა რომ ვიცი C#, იმიტომ რომ სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. საერთოდ პროგრამირება ესეა. ანუ წინა გაკვეთილზე არ მithქვია, ვისაც გაქვთ პროგრამირებასთან შეხება, მარტივად მიხვდებით, რომ ლექციაზე მოსმენილით ვერაფერს ვერ გააკეთებთ, აი აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გააკეთებთ. სახში თუ არ დაჯექი და ის როულში კი უნდა გამოწერო რაღაც სიტყვები, უნდა დაждე, უნდა უყურო ბევრ ტუტორიალს, იმის გარდა რასაც აქ მოისმენ და უნდა იმუშაო ძალიან ბევრი. უნდა აკეთო ძალიან ბევრი ამოცანა, უნდა სცადო ძალიან ბევრი ახალი ფუნქცია, უნდა ნახო კიდე რა ფუნქციონალი აქვს ამა თუ იმ კლასს, ამა თუ იმ frameworks და ეს თუ არ გააკეთე სახში, ეხლავე დედას ვფიცავარ, რომ ვერაფერს ვერ გააკეთებთ ვერცად პროგრამირების ენაში. ანუ სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. რა თქმა უნდა, ამას ვამბობთ ყველა ნაკადთან, მაგრამ სტატისტიკა არის ძალიან ცუდი, არ აკეთებს ამას დაახლოებით ალბათ 30-40%.
რა თქმა უნდა, მე აისახება შედეგებზე. ანუ მინდა თქვა ის, რომ მარტო აქსიარული და მარტო აქ მოსმენილი და მარტო დავალების კეთება მოგცემთ ცოდნის 5%-ს, რაც და უნდა მოგცეთ რეალურად 100%, ხო? ამიტომ აუცილებელია, აი, ყველა პროფესიაზე და ყველა თემატიკაზე მეტად აქ არის აუცილებელი, რომ რაც შეიძლება გქონდეთ მეტი პრაქტიკა. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთვებით, რაც შეიძლება ბევრ პროექტში და რეალურად პროგრამირება არის მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა, იქ თეორია თუ ვიღაცა რაღაც მოგიყვება, არაფერი არ არის. თუ არ გააკეთებ პრაქტიკაში, არის როგორც აი რაღაც ვეფხისტყაოსანი ერთხელ წაგიგიხო და მე რიგცხან ზეპირად მომიყევია, რაღაც მაგნაირი რა. ამიტომ თხოვნა იქნება, რომ იმუშაოთ ძალიან ბევრი სახში, გააკეთოთ დავალებები, ასევე თხოვნა იქნება, მართალია მე მაინც მივხვდები, იდეაში ხვდებოდი თუ რაღაცა სასწაული არ მოიფიქრეთ, ვის აქვს დავალება გადაკოპირებული და ვის არა. ანუ ბევრი მიზეზი არსებობს, რომ მივხვდე გადაკოპირებულია თუ არა და აკეთებდნენ ესეთ რაღაცას, რომ ვიღაცა ჯიგარი წერდა მეორე ჯიგარს, რომ აუ გამომიგზავნე დავალება, ის ჯიგარი უგზავნიდა ამას და ამ ჯიგარს ხან ეზარებოდა, რომ ცვლილებისთვის სახელები შეეცვალა და პირდაპირ იგივეს მიგზავნიდა. ანუ შეიძლება დებილი არ ვეგონე, მაგრამ ეზარებოდა და მეორე ჯიგარი შევებოდა იმას, რომ ცვლადებს უსრულდა პროსტა სახელები და ისევ მიგზავნიდა და ორმა ტიპმა რომ 100 ხაზიანი სრულად იდენტური კოდი უნდა დაწეროს, კოდი რო დაწეროს, აი ტყუპები კი არა, რავი, კლონი რო იყოს, მაინც ვერ დაწერს იდენტურად ერთ და იგივე კოდს. ბოლოს დავალება ამაში, ანუ რა სიხულის და რა იმის. ხო, გამოცდა მართლა არ იქნება გამოცდა და დამკვირვებლებით და ის პირადობის მოწმობებით, სახში გამოგიზავნით ოდნავ რთულ დავალებას და მოგცემთ ისევ რაღაც გონივრულ ვადას და ისევ სახში გააკეთებთ იმ დავალებას და ის იქნება გამოცდა. ანუ მოკლედ კოდის შემთხვევაში როგორ არის და ამას მე გაიგებ კიდე ბევრჯერ. ამის ბოლოს გეცოდინება პროგრამირების ენების ის კომპონენტები, რომელიც მეორდება 90% პროგრამირების ენებში. For მეორდება ყველგან, while არის ყველგან, swadi არის ყველგან, if else არის ყველგან აბსოლუტურად და თქვენ ვინც მიდიხართ ASP.NET-ზე გაგიადვილდებათ გადასვლა ASP.NET-ზე, იმიტომ რომ საწყისი ცოდნა გექნებათ და ვინც მიდიხართ PHP-ზე ასევე გაგიადვილდებათ PHP-ს ათვისება, იმიტომ რომ აი რაც ხდება back-ში, ანუ რაც ხდება იმაში რა ქვია ბიზნეს ლოგიკაში, ანუ რა უკარო წერ კოდს, ანუ front-end-ს კი არა, რაც მოხმარებელს ხადებს, უკახო PHP-ს ენაზე წერ კოდს. იქაც ხდება იგივე, აკეთებ სხვაც, რაც ატრიალებ for-ში, შემოაქვს მოხმარებელს იმას უმატებთ რაღაცას, ის მიგავს ბაზაში და ასე შემდეგ. იქაც ხდება იგივე, ხო? ASP-ს ბოლოს? ASP-ს ბოლოს შეგეძლება დამოუკიდებლად ერთი სრული web-გვერდის აწყობა, თავისი front-end-იან, back-იან, აი, ვიღაცამ რომ მოგცეს პროექტი. რო გითხას ვიღაცამ ამიწყე Amazon-ი, აუწყობ შენ Amazon-ს. რა თქმა უნდა, ანუ შენ შეიძლება ვერ აუწყო Amazon-ი, ხა არის სწავლო, არის მეცადინო და ვერ აუწყო, მაგრამ ვინც ისწავლებს ამასთან, აუწყობს Amazon-ს. იგივენაირად PHP-ს ტიპი ააწყობს Amazon-საც და შეგიძლიათ ააწყოთ Facebook-იც, ანუ არაში პრობლემა არაფერი არ არის. ეს იქნება ბოლოს. ანუ ესე იგი დავალებები გავაკეთოთ, იმიტომ რომ თუ ამას ახლა აქ მოისმენთ, წახვალ სახში უყურებთ ვიდეოს, ხო, უეჭველო. ვიდეოს ხმა ექნება თუ არა, არ ვიცი. შეიძლება იყოს და ძალიან ჩუმად, მაგრამ შემდეგში ექნება აუცილებლად, ხუთშაბათს სხვა გექნებათ, სხვა ლეპტოპს მოვიტან. ესე იგი, მოусმენთ ვიდეოს და გააკეთებთ დავალებას. ეს არ არის საკმარისი. ინგლისური რამდენმა იცის ინდონეზე რომ მოусმინოს არა ინდოელს, არამედ ვიღაც მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ინგლისელს. ანუ უმრავლესობა მიცით. ძალიან მაგარია. რა რატომაც რა პრობლემაა ძალიან კარგი გეტყვით მაგას ჩავწერ იმ ხო დავალება ხო ყველა ნახეთ კარგად და კითხვა ხო არ გაგჩენიათ ანუ იყო დავალებაზე მიბმული Word-ის ფაილი ხო და შეხვედით და ნახეთ შეგნით ყველაფერი გამოსაწევი ლინკები და ხო ანუ იგივე სტილში დავდეთ მეორე დავალებასაც კაი თულები ერთ ბოდიში ამას დავაპაუზებ ტყუილად მაგრამ კიდე დამავიწყდა ის რომ კოდში რაც უფრო გეწერება ნაკლები ხაზი მით მაგარია და მით ოპტიმალურია კოდი, მით სწრაფია კოდი და მით კარგია კოდი. თუ გეწერება ბევრი ხაზი, უნდა იზრუნო რომ შეაცოდაო ეს ხაზი. ანუ რაც მეც სილაპარაკებ კარგია,
კარგია სხვაგან, მაგრამ რაც მეც დაწერ, რაც ნაკლებს დაწერ კოდს, ის უფრო კარგია, იმიტომ რომ უფრო სწრაფი იქნება, უფრო ოპტიმალური იქნება იმ მხრივ, რომ რაღაც ბევრ ნაბიჯს არ გაივლის ესე არ წახვალ და წახვალ პირდაპირ იმ სწორი გზით და იმ მოკლე გზით, რაც საჭიროა მივლის შეფასებულობა. ხო, ანუ გაიმახსოვრეთ, რომ კოდს დაწერ, რაც უფრო ნაკლებს დაწერ, ის უფრო კარგია. ოღონდ ეს არნიშნავს იმას, რომ კოდი ბოლომდე არ უნდა დაწეროთ, ან არ უნდა იმუშაოს კოდმა, ანუ უნდა იმუშაოს კოდმა, ოღონდ რაც შეიძლება ნაკლები კოდი უნდა დაწეროთ. და ამისთვის გვეხმარება ფუნქცია. ანუ ამ ბრძანების ერთობლიობას გავაერთიანებ, რაღაცა სახეს მოვუფიქრებ და სადაც დამჭირდება იმ სახეს გამოვიყენებ. ანუ წარმოიდგინეთ, თუ 4 ხაზი კოდი სადაც დამჭირდებოდა 8 ადგილზე რომ დამჭირდებოდა, უნდა დამეწერა 32 ისა 32 ხაზი, ხო? თუ გამოვიყენებ ფუნქციას, ერთგან გამოვაცხადებ ამ ფუნქციას, ვეთქვი რომ შენ ფუნქცია თუ მოგივა ეს რიცხვი უნდა გაუკეთო ეს, ანუ 4 ხაზი, ხო? და მე გამოვიყენებ ამ ფუნქციას, ხო? ანუ რაღაცა 4-ჯერ შევკვეცავ, даже მე-ჯერ ჩემი ხაზების რაოდენობაზე გამოვიყენებ უფრო ნაკლებ ხა ეს ყველაფერი რაც ვილაპარაკებ, ნახოთ რა არის. ფუნქცია აღიქვით როგორც ყუთი, შავი ყუთი ჩვეულებრივ, ანუ რაღაცას ვაწვდი და რაღაცას მიბრუნებს. ხო? ოღონდ ვიცი რასაც მიბრუნებს, ზოგ შემთხვევაში მე თვითონ წერ, რაც უნდა გააკეთოს, ზოგ შემთხვევაში უკვე წერია ვიღაც C# შემქმნის მიერ და იმას აკეთებს. ყველაზე ცნობილი ფუნქცია, რაც ჩვენ უკვე გამოგვიყენებია. აჰა, მითხარით რომელი? კი. Right line არის ფუნქცია. რას აკეთებს right line? ანუ რადგან გადავცემთ იმის გამოხსნაში, როგორ აკეთებს? ვიცი? ვინმე ვიცის როგორ აკეთებს? არ ვიცი და არ გვაინტერესებს, ხო როგორ აკეთებს? პროსტა ვიცით რადგან გადავცემ ის გამოხსნაში. ოღონდ აუცილებელია დავწეროთ. ხო, ოღონდ აუცილებელია სწორად დავწეროთ. შეგვიძლია ფუნქციები გავაკეთოთ ჩვენ თვითონ. ხო? აი ხა მაგალითად მაქვს გაკეთებული 3 ისა ფუნქცია 3. ეს 3-დანა 3 რიცხვი. არა ჯამ, აი სიტყვა 3. რას მიკეთებს ეს ფუნქცია? აჯამებს. და რა მერე? არა, არ ვერცხავს, უბრალოდ აჯამებს ხო? ანუ აჯამებს და რას აკეთებს? დინახავს. უკან გვიბრუნებს, არსად აღარ აკეთებს. აი ხა საიდან გამოვხდეთ ამას? და აი ხა როგორ იწერება საერთოდ ფუნქცია? ესე იგი ფუნქცია იწერება ესე. რო იწყებ ფუნქციის ამასთან ფუნქციის განსაზღვრა იმპლემენტაცია შეგვიძლია დავარქვათ, შეგვიძლია დაწეროთ ფუნქციის განსაზღვრა, ფუნქციის აღწერა რა. ეხლა ნახეთ, როგორ აკეთებს? ანუ ეხლა აქ არის აღწერილი ფუნქცია. ეხლა როგორი ფუნქცია? ესე იგი, პირველად წერ სიტყვას, რომელიც არის ამ ფუნქციის დასაბრუნებელი მნიშვნელობა. ხო? მერე წერ ფუნქციის სახელს. მერე ხსნი ორ საფრთხილს, ესე გახსნი და დახურავ და გადასცემ პარამეტრებს. რამდენი პარამეტრი გადავეცია? რა პარამეტრები? რა ტიპის? ორივე ინტეგრი. შემდეგ წერ ფუნქციის ტანს და ფუნქციის ტანში ვეუბნები რა უნდა გააკეთოს ამ ფუნქციამ. ხო? და შემდეგ წერ return-ს და რასაც და return-ს მერე წერ იმას რასაც უკან ვავუწყებ, ხო? ეხლა ამას ყველაფერს იმას ვიდავთ, ანუ ამ ყველაფერს გავუვლით ეხლა პრაქტიკულად. ეხლა კიდე ერთი რაღაც უნდა მითხრათ, ანუ არის ორი სახის ფუნქციები, არის ფუნქციები, რომელიც რაღაცას მიბრუნებენ და რომელიც არაფერს არ მიბრუნებენ. ეს როგორი სახის ფუნქციაა? მიბრუნებული. რა მიბრუნებს? ჯამს, ხო. ანუ გვაქვს ფუნქციები, რომელიც რაღაცას მიბრუნებენ. მაგალითად ეს ფუნქცია მიბრუნებს int ტიპის რიცხვს და არის ფუნქციები, რომელიც არაფერს არ აბრუნებენ. რომელიც ცნობილი ფუნქცია გვინახავს და გამოგვიყენებია, რომელიც არაფერს არ მიბრუნებს. ხო. ანუ აი ეს int main-იც, static უბრალოდ static void main-იც არის ჩვეულებრივი ფუნქცია. ხო? რომელიც არაფერს არ მიბრუნებს, იმიტომ რომ წინ void-ი უწერია. რას აკეთებს? ანუ პროსტა კოდს ასრულებს, ხო? main-ი რასაც ქვია, ჩვენი ჯიგარი კომპილერი ხდება, რომ პირველი ის უნდა გააკეთოს. შედის ამ ფუნქციაში და აკეთებს იმის. ნიკო, და არაფერს არ მიბრუნებს, რა და აკეთებს. ეხლა მოდი დავწეროთ თავად ჩვენ თვითონ ფუნქცია. ესე იგი, ფუნქციას წერ void main-ის გარეთ. ოღონდ პროგრამის შიგნით. კლასის შიგნით. ხო?
ანუ მე თუ მინდა რომ აქ დავწერო ფუნქცია, დავწერე ესე. int 3 int a int b int c return as plus b plus c. სტატიკი დაიკიდეთ, თქვენ პროსტა დაუწერეთ და ნუ დაფიქრდებით და ნუ დაწაბავთ ზონებას რა არის, რა თქინდა. მე ვიტყვით რა არის და რა თქინდა. ეს გადაწერეთ, რა დავწერე. აბა ეხლა რა გავაკეთე ვინ მიხვდება? აი რა გავაკეთე საერთოდ? ანუ 3 რას ქვია, რა არის 3? ანუ ყოველთვის არა. ანუ 3 არის ფუნქცია, რომელიც იღებს რამდენ პარამეტრს? რა ტიპის პარამეტრებს? და რას აკეთებს? უნდა თქვა ესე, გვიბრუნებს ამ 3 რიცხვის ჯამს. ხო, აი ეხლა რა შეგვიბრუნებს? აი ლოგიკური კითხვა. ეხლა ეს ფუნქცია კი გავაკეთე, მაგრამ ეხლა ეს ფუნქცია მინდა რომ გამოვიყენო, ხო? ანუ გამოვიძახო ეს ფუნქცია. ინგლისურად ქვია invoke ქვია, ანუ გამოძახება ქვია ამას. ეხლა გავაკეთებ int ტიპის სვლად s და ამაში დავიმახსოვრებ ამ ფუნქციის დაბრუნებულ მნიშვნელობას. და ამ ფუნქციას გადავაწყვეტი 3 ცალ რიცხვს. ხო? სამი რო დაწერო პირდაპირ? ხო. ეხლა ეს რო გაუშვა რა მოხდება? ხო? აი ხა ისეთ რაღაც რო ჩამეწერა. რატო? ეხლა ნახე რა მოხდა. ესე იგი. ანუ როგორ ეს იყო 3. ანუ მიხვდა რომ აი ფუნქციაზეა ლაპარაკი, ზევით რომ ავწერ, ხო? ხო? და ნახე ხა რას აკეთებს ეს? რა ჯიგარია? ესე იგი, აი პროსტა რომ დავწერ მე ამ 3-ს. აი დავწერე 3. ჯერ მიხვდა რომ 3-ზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ აი აქ მითხრა რომ ეს 3 ხო არ გინდაო. ეს 3-ო თან მითხრა რომ არის პროგრამ კლასის ფუნქციაო, რომლის დასაბრუნებელი მნიშვნელობა არის int-იო და უნდა 3 ტიპის პარამეტრიო. ანუ ყველაფერი მითხრა რა. შეიძლება იმკოს ვერ ხედავდე, მაგრამ ამან მითხრა. ხა დავწერე ხო 3, გავხსენი ფრჩხილი. ეხლა მეუბნება რომ ეს 3-იო არის ის 3-იო და პირველი აი გამიბრუნდა და უნდა ერთი ცალი იმ ტიპის პარამეტრიო და დავწერე, აი გადავეცი 3. ეხლა დავსვი მძიმე. ეხლა მითხრა რომ ის კი პირველი კი დაწერეო, მაგრამ ეხლა მეორე იმ ტიპის პარამეტრიც მინდაო. დავწერე 5. კიდევ მძიმე დავსვი და ეხლა მითხრა რომ მესამე პარამეტრი გადარჩა, გადასაცემიო. დავწერე 6 და დავხურე ფრჩხილი და ის წითელი ხაზიც მოიხსნა და ყველაფერი გაჩუმდა, ხო? ეხლა ნახე რა მოხდა. მე გავუშვი კოდი, ხო? ამოვიდა კომპილერი, ასრულებს ეხლა კოდს, მოვიდა ნუ არაფერი არ არის, პირველი არის ეს, წავიდა. console write line ტაიპი, ანუ მის კონსოლი დაამზადო, უკვე ის კონსოლში არ უნდა ჩატენოს და გამომიტანოს და წავიდა შესრულება. დაინახა 3. 3 დაინახა და მითხრა რა ფუნქციაზეა ლაპარაკი. მე დაინახა რომ 3-ში გადავეცი 3 ცალი პარამეტრი. პირველი პარამეტრი, მეორე პარამეტრი, მესამე პარამეტრი. ეს 3 პარამეტრი ამან წაიღო და ჩასვა A-ში, B-ში და C-ში. ხო? ანუ 3 წაიღო და ჩასვა A-ში, იმიტომ რომ პირველივე გადავეცი, 5 წაიღო და ჩასვა B-ში, 6 წაიღო და ჩასვა C-ში. ხო? და უკვე ახლა გააკეთა ფუნქცია. გამოვიყო. და ნახე რა ქნა ახლა. ანუ A-ში აქვს 3, B-ში აქვს 5 და C-ში აქვს 6. ხო? და რა ქნა, დამიბრუნა ამ 3 რიცხვის ჯამი. ხო? რო დამიბრუნა, აი წერა კაი კითხვა და საწაიღო, დამიბრუნა და ჩამისვა console write line-ში, ხო?
შეკრიბავს ყველას ნახე. 14, ხო? ანუ რითი 14 ჩამისვა კონსოლ რაიტლაში და გამომიტანა მე რითი 14. მეტი არაფერი არ გავუკეთებია. ხო? ანუ აი ამ პრინციპით იმუშავა ფუნქცია. აი ხა ეს რაღაც რო გავაკეთო? ხო, ანუ ძალიან ეხა რაღაცა სისულელე დავწერე მე, ანუ ჯერ ხო ჯამი დავარქვი ფუნქციას. მე 3 პარამეტრი გადავაწოდე და პირველი უკან დავაბრუნებინე, ანუ რაღაც დებილობა გავაკეთე. მაგრამ ხო გავაკეთე. ნიკალოდეონით რაღაც რუსული მულტფილმი რო, რუსული სახი რო იყო, თუ ინგლისური უყურებდით, მულტფილმი რო გადიოდა. მან რო იყო ის რეკლამა რო იყო, ვიღაც ტიპი რო ცეკვავდა. და რატო ცეკვავს ტომიო? არის იცით ეგ? რაღაც ხო, იმიტომ რომ შეგვიძლია. და ვიღაც ტომს აცეკვავდნენ პროსტა. მაგარი ის. კარჩე, ანუ ეხა ეს გავიარეთ რომელი, ანუ ეს სტატიკი ცოტა ხანი დაიკიდეთ, კლასებზე რო გადავალთ, მე რეაგიხსნით. პროსტა სტატიკი დაუწერეთ. სტატიკი რო არ დაუწეროთ, აი რო გავბილდო, ერორი ამომივარდება და მეტყვის რომ 3-ო არ არსებობს. ანუ დაიმახსოვრეთ რომ აქ უნდა დაუწეროთ სტატიკი, დავალებოს რომ გააკეთებთ, ეგ დაიმახსოვრეთ. იმიტომ რომ აი ეს void main-იც სტატიკურია, ამიტომ ესაც უნდა იყოს სტატიკური. ეს სტატიკური რა არის, ამას შემდეგ ზევით. ხო, ანუ აი ეს ხო დავწერთ, ანუ ფუნქციას წერთ კლასში, ოღონდ void main-ის გარეთ. void main-ში ფუნქციას ვერ ავწერთ, ხო? აი void main-ი არის ეს, ფუნქცია არის ეს, კლასი არის ეს, ხო? ანუ წერთ კლასში, ოღონდ void main-ის გარეთ. ანუ რა ფუნქციების ლოგიკა დავწერთ პროგრამაში შესაძლებელი, ანუ კლასში შესაძლებელი ჯერ ფუნქციებს და ხო, ან შეიძლება, როგორ? ჯერ ფუნქციებს წერთ და შემდეგ კლასებს. არა, ანუ კლასებში ვწერთ ფუნქციებს. ოღონდ გააჩნია რა კლასს აკეთებ და რა ფუნქციას აკეთებ და ასე შემდეგ. და main-ი რა არის? main-ი არის გამშვები ფუნქცია. main-ის არის ჩვეულებრივი ამ კლასის ფუნქცია, ოღონდ არის გამშვები, ხო, არის გამშვები ფუნქცია რა. კაი, ეხა ნახეთ. ეხა გავაკეთოთ void ტიპის void დასაბრუნებელი მნიშვნელობის ფუნქცია და ლოგიკური კითხვა გაჩნდება void-ი რა თქმა უნდა. ერთი კითხვა. int რო წერია აქ, ეს რაზე მეტყველებს? როგორ? რო დააბრუნებს int ტიპის ცვლას, ხო? აი ეს return რო წავშალო, რა მოხდება? არაფერი? ანუ ნახე, ეს ეხა ნახე რას ვეუბნები, ისევ სისულელეს ვეუბნები. ანუ ვეუბნები რომ int უნდა დავებრუნო, მაგრამ მე აღარავის აღავაბრუნებ და errors მივიდეს, ანუ არც გაიშვება რა. ანუ return-ი უეჭველი უნდა. ხო? მაგრამ აქ რომ მე რაღაც string-ი დავაბრუნებინო? ხო, მაინც არ გავაკეთებს, ხო? იმიტომ რომ მეტყვის რომ ეს ფუნქცია, ამ ფუნქციამ უნდა დააბრუნოს int-იო და შენ ახლა string-ს აბრუნებო, ანუ რაღაცას ურევო რა. ეხლა დავწეროთ void. ეხლა void-ი რა ხდება? ანუ void-ი აკეთებს რაღაცებს, რა შიგნით წერია, კიდია შიგნით რა წერია, მაგრამ არაფერს არ მიბრუნებს. ხო? ეხლა რო გამოვიძახო 3 და გადავაწოდო 2, 3, 5, მე შემიძლია რომ void-ში ეს ამას რომ მიიღებს, გამომიტანოს ეგრევე კონსოლში a + b + c. განსხვავება დაინახეთ, ხო? გავუშვებ და გამომიტანს 10-ს. ეხლა ნახოთ რა მოხდა. ანუ დაიწყო კომპილერმა კოდის შესრულება, შემოვიდა main-ში, შევიდა აინახა ვარცხებია 3, რა მივხვდა რომ ფუნქციაზე ალაპარაკი და გააკეთა რა? გადაწყვეტა 2, 3, 5. წავიდა მაღლა და a-ში არის 2, b-ში არის 3, c-ში არის 5. და მე გააკეთა რა? console right line გამომიტანა ჯამი. ხო? ანუ მეტი აღარაფერი აღარ გააკეთა. და მოკვდა მან მუშაობა. ანუ void main-ი არაფერს არ მიბრუნებს, რაღაცას აკეთებს და ჩერდება. ხო? ეხლა მე რო ამას return-ი დავწერო აქ. შეიძლება? არა, void-ი ხო არის და არა, ხო? აი ესე რო დავწერო? შეიძლება. და რატო შეიძლება? return-ი რაღაცას კი აბრუნებს. return-ი რაღაცას კი აბრუნებს, მაგრამ ასევე return-ი არის keyword-ი, რომელიც ფუნქციიდან მაგდებს. ანუ რო დაინახო return-ს, ფუნქცია მუშაობას წყვეტს. ხო? exit-ან რამე აი exit-ი არის return. ეხლა ეს რომ მე მაღლა დავწერო აი იქ.
აბა ვინმეტყვის რა მოხდება. არც გახსოვს იმას, ეგრევე გამოგვარდა რა. ანუ აღარ აი ეხლა რო გავუშვებ რა მოხდება? რო გავუშვებ დაიხურება? არაფერი არ ეწერება, ხო? იმიტომ რომ რატო, ანუ რაღაცა რიცხვები მივაწოდე, მე ეს რიცხვები მიიღო, დაიწყო შესრულება და ეგრევე დაინახა ერთთან და ამან თქვა კარგი სტადია. და გამოვიდა ფუნქციიდან console write line-ი აღარ შეასრულა. ხო? და აი console write line-ს მითხრა რომ რატო არ შემასრულეო, აქ ამოვაგდო რომ represent unreachable code defect-იდან რომ მიუღწეველი კოდი დავაფიქსირო, არამე ვერც მივალ. სულ რომ გაიხესო. აი, ანუ void-იც გავიგეთ ხო რა არის ასე თუ ისე. ეხლა ნახეთ. შემიძლია თუ არა, აი რაღაცას დავწერ და მითხარით შემიძლია თუ არა, რომ გავაკეთო ეს რაღაც. აი შემიძლია თუ არა, რომ აი ხა ის გავაკეთო. მაშინ მითხარი რატო არ შემიძლია? როგორ? ხო, ანუ რეალურად void-ი არაფერს არ მიბრუნებს და თუ არაფერს არ მიბრუნებს, არც არაფერი არ მაქვს რომ კონსოლში გამოვაჩინო, ხო? ამიტომ errors მიგდებს რა. ძალიან მარტივია, ხო? მიხვდა ყველა? კაი, ეხლა დაფიქრდით 10 წამი და მითხარით კითხვა რა გაქვს ფუნქციებს. კითხვა რაიმე თუ გაქვს ფუნქციებს. არა, მაგრამ ნუ მე პროცესს დავიწყებ გაკეთებას მე გაკეთება აქვს რა. კაი. დღეს უნდა გავაკეთოთ ასევე კონსოლიდან, ანუ კონსოლში როგორ შემიძლია გამოტანა რაღაცები, ასევე შემიძლია კონსოლიდან რაღაცები შეტანა. ანუ ზოგადად პროგრამა იღებს ინფორმაციას რაღაც წყაროებიდან, ხო? ერთ-ერთი არის console application-ში პროგრამას ინფორმაციის მიღება მომხმარებელისგან შეუძლია კონსოლით. შეუძლია ასევე მონაცემთა ბაზებიდან, შეუძლია ასევე ფაილიდან. ამ პროგრამების შესავალში ჩვენ შევეხებით ინფორმაციის მიღებას კონსოლიდან. ანუ ASP-ში მე შევეხებით როგორც ფაილიდან, ასევე მონაცემთა ბაზებიდანაც. იქ ცოტა სხვანაირი იქ მონაცემთა ბაზებთან გვექნება შეხება და ამიტომ. ამიტომ ანუ console write line ხო იყო კონსოლში გამოტანა. და გვაქვს კიდე console read line, რომელიც არის კონსოლიდან შეტანა ინფორმაციის. ეხლა როგორ იწერება ეს? შემიძლია გავაკეთო რაღაცა string სვადი input-ი და ეს დავწერო აი ესე console read line. ხო? ეხლა რაც გააკეთებს ეს კონსოლს რო გავხსნი, ესეთი მოციმციმე კურსორი თუ რაც ქვია ეს ხაზი იქნება და ელოდება ჩემი რაღაცის შეტანას. მე შევიტან რაღაცას, enter-ს დავაწვევი და რა მოხდება? ჩემი შეტანილი ცვლადი, ანუ enter-ს რასაც ხო, ჯდება input-ში. ხო? ძალიან მარტივია. ეხლა გავაკეთებ ეს რაღაცას. ესე იგი რაღაცა შევიტან, ჩავსვავ input-ში და მე გამოვიძახებ ფუნქცია sums ამ 3 კი არ დავარქვათ. concat დავარქვათ. და გადავატვი ამ concat-ს. ეხლა თან დავწერ ეს რაღაცას. console write line concat input. აბა ეხლა ვიმეტყვის რა მოხდება. ერთად იმიტომ რომ space-ია, ხო? აბა როგორ? ეს? ანუ შენ ამბობ რომ აი ეს რო გავაკეთოთ? აი, მოკლედ, სად რა გადავანაცვლო ეგ მითხარი, მოდი. ხო. შენ ამბობ აი ესეთ რაღაცას?
ნახოთ, აბა შეიტანს? შეიტანა? არ შეიტანა. იმიტომ რომ read line-ი არგუმენტებს არ იღებს. ხო, ეხლა ხო. აი, ნახე, ესე იგი, შევიტანე ალექსი, დავაწექი enter-ს და რა მოხდა? console read line-ი, ანუ აკეთებს ეს რაღაცას. ელოდება ერთი ხაზის წაკი, ანუ კითხულობს ერთ ხაზს. ალექსი რო დავწერე და enter-ი რო დავარტყი, console read line-ი მორჩა მუშაობას, ალექსი აიღო ჩასვა input-ში და მე ამან რა ქნა? გამოიძახა console write line-ი, ეს ალექსი გადააწოდა კონკატს, კონკატმა მიიღო ალექსი, hello-ს დაუმატა ალექსი, დააბრუნა უკან და მე ეს გამომიტანა write line-ი. აი, გავწერე ხა ნინოს, enter-ს დავაწვევი, ნინოს გადააწვის იქ, ის დაიმბრუნოს hello ნინოს და ეს მე გამომიტანს. მარტივია? ძალიან? თეორია პრაქტიკა, რა თქმა უნდა. ეხლა ნახე. ეხლა პატარა პრობლემა მაქვს. აბა გეტყვით პრობლემას და როგორ შეიძლება რომ გადავჭირა ეხლა ეს პრობლემა. ანუ პრობლემა მაქვს ის, რომ რაც შემაქვს კონსოლიდან, ყველაფერი დეფოლტად არის string-ი. ანუ რო შევიტანო 5 არის string-ი 5 და არა რიცხვი 5. აი, რაღაცა ერორი ამოვაგდო. აი, მოდი ამ ფუნქციას დავაკომენტარებ, შევეშვათ. ამაზე დავაკომენტარებ და ანუ ეხა მინდა რომ პროსტა რიცხვი 5 აი 100-ი მინდა ტიპ შემოვატანინო რა. ხო? და ასაკს ვერ ვატანინებ, იმიტომ რომ დეფოლტად რასაც შემოაქვს არის string-ი. და ამისთვის მოიგონეს ფუნქცია convert-ი, რომელიც წერება ესე. convert წერტილი to-int 32 და აი ამას უნდა გადასცე ეს console read line. არა. გასხავს. ანუ მარტო გადააფურთხებს. ეხლა რომ გაუშვა მე. ანუ გასხავს არის ერორი ამოვარდება. 5 რო 4 რო შევიტანო? კარჩე, ეგრეც ეძახიან რა. ანუ ხანდახან ერორს რო ამოვარდებს, ზოგი ამბობს გაასხავს, ზოგი ამბობს რაღაც დაკრაშავს, ან ბაგია, ან მე ვიღაც ტიპი ამბობდა მომისმენია გადააფურთხებს, ანუ ნიშნავს რომ ერორს ამოვარდებს რა. აი ნახე, ხა ვქნათ, აბა ესე. ეს წავშალოთ და int-ი ხო ანუ გაუშვათ და არ გაიშვება საერთოდ, ხო? მაგრამ ეხა ვქნათ ეს რაღაც, დავწეროთ ისევ convert-ი. ხო? მაგრამ ეხა პირიქით დავაშვებინოთ შეცდომა. ანუ ეხა ეს ხო ელოდება რაღაცას მე რასაც int-ად გარდაქმნეს და ეხა მოდი ტექსტი შევიტანოთ. აი, გაასხა. ანუ ერორი ამოაგდო რა. მაგრამ ზოგი მასა ხო. და ნახე რა მითხრა input string was not in a correct format. ანუ შეტანილი string-ი არ იყო სწორ ფორმატში, რომ შემდეგ გადაიტანა. ანუ ეხა რაღაცებს საწყისებს ისწავლით და შემდეგ 95% უნდა გუგლო. აი გჭირდება რაღაც დაგუგლავ როგორ გავაკეთო ეს C#-ში და ეგრევე შეიძლება და რაღაც ფუნქცია არსებობს, შეიძლება ვიღაც ინდუს დაწერილი აქვს უკვე ეგეთი ფუნქცია და ადგა და გადმოაკატაო და ის გამოიყენო. ანუ იდეაში გუგლოა ყველაფერი, იმიტომ რომ C#-ის 100% ნეკი არა, შენ თვითონაც არ იცის ეხლა. ამიტომ ყველაფერი ვერ გეცოდება, მაგას უნდა შეეგუოთ. ეხლა ნახე რას ვიზავ, ეხლა პატარა პროგრამას ავაწყობ რა. ხო, კითხვები დამაყარეთ. გვალი. ეს. აი ნახე, static void main-ი, ანუ ამ ფუნქციის ეს რო ესე დავწერო? ესე? კი, შეიძლება. просто ლამაზი არა. ლამაზი წაკითხვა, ანუ ლამაზეც არ, წაკითხვადი არ არის. ვიღაცამ ჩაიხედოს, ერთი კარგად შეიგინება რა, რომ ეს როგორ დაუწერია. ეხლა მოდი ეს რაღაც გავაკეთოთ. კაი, ეხლა მოდი ეს რაღაც გავაკეთოთ. ანუ
ესე იგი კითხოთ რა გქვია მერე შემოვიტანოთ string name-ი რომელიც არის console read line რაცა მერე ვკითხოთ რა გვარი ხარ მერე შემოვიტანოთ string surname რომელიც არის console read line მერე ვკითხოთ ასაკი ისევ შემოვიტანოთ string-ი int ასაკი უკვე რიცხობრივი ტიპისაა int age რომელიც უკვე იქნება convert წერტილი to int 32 და შეგნით უკვე ჩავსვათ console read line იმიტომ რომ console read line-ში რასაც შემოიტანს იმას მისცემს აი to int 32 ფუნქციას და ის უკვე დაგვიბრუნებს ამ იგივე შეტანილ string-ს როგორც უკვე int-ად ხო? და მერე გამოვიტანოთ ესეთი რაღაც. მე ვარ name და ვარ ამდენი აი ხა რაღაცა კოდი ჩავწერე, გავუშვები და ვნახოთ რა მოხდება. ეხლა მეკითხება რა ქვია ალექსი. აგვარი ხარ ამნიაშვილი. ამდენი წლის ხარ 22 და ვეუბნები რომ მე ვარ ალექსი ამნიაშვილი და ვარ 22 წლის. აქ ერთი შეცდომაა ეხლა. დასწინ ძიმე არ შეიძლება. ანუ ეხლა რა დავწერე ყველა მიხვდა? აი ეხლა გავიარეთ თქვენი თავი. ესე იგი კომპილერი იწყებს შემოწმება გამოვა რა ქვია და ელოდება ჩვენგან რაღაცის შეტანას რომელსაც დაიმახსოვრებს რომელ თვალში ანუ string-ი ვთქვათ name-ში ანუ შევიტანე ალექსი დავაწექი enter-ს console read line-ი მორჩა მუშაობას გადავიდე შემდეგ ხაზზე შემდეგი ხაზი ისევ არის console write line-ი ანუ ისევ რაღაც გამოაქვს ეხლა მეკითხება რა გვარი ხარ და ისევ შევიტანე ამნიაშვილი და სად დაიმახსოვრებს surname-ში, ხო? ეხლა დავატეკი ისევ enter-ს, მორჩა ისევ read line-ი მუშაობას, ანუ ყოველ enter-ზე read line-ი რჩება მუშაობას. ანუ რაც ამას დავწერდა enter-ს დავაწოდე, იმას აიღებს და ჩასვავს იმ სლაჩში, რაც სწორია read line-ში, ხო? ეხლა გამოვიდა რა ასაკი, რა ასაკის ხარ. ეხლა რას ვაკეთებ? შემაქვს ისევ რიცხვი 32 ვაწოდი enter-ს ანუ აქ შემოვიდა 32 როგორც string-და ხო? ამ 32 ხაზში to int 30 ანუ ფუნქცია to int 32 ხო? ეს რიცხვი გარდაიქმნება int-ად უკან ბრუნდება და ემიტება age-ს. ვიცი ხო რა თქმა და მე როცა მე ვარ და გამყოლვა მე ამას ვუმატებ პლუსით ამ string-ის ვთქვათ name-ში წამოვიდოთ რას? ალექს. მე ვუმატებ გამოტოვებას surname-ში წამოვიდოთ რას? მე ვუმატებ ისევ რაღაც strings რომელიც არის ძიმე და ვარ ისევ გამოტოვება და მე ისევ ვუმატებ რას? და ისევ მე ვუმატებ strings რომელიც არის გამოტოვება. ანუ რა გააკეთა მიხვდით ყველა? ანუ ბოლო convert to ეს როცა გინდა რომ ხო, ანუ რაღაცა შეგვაქვს და ის რაც შეგვაქვს ანუ რიცხვია რეალურად, მაგრამ ეს იმახსოვრებს string-ად. მაგრამ მე მინდა რომ რიცხვა დაიმახსოვროს, იმიტომ რომ მე ამ რიცხვზე მოქმედებები მინდა მე. კაი. ანუ 32 არ არის, ანუ ეხლა მაშინ უცბად გეტყვით რატო 32 და წერან დაინახეთ რომ რა ფუნქციები იყო input 16 input 32 და input 62. რა გასწორება? ხო. ანუ 16 32 და 64 არის ზომა. int-ი რამდენ საშუალოდ რაც გავრცელებულია იწერთ int-ს, პროსტა int-ა. ეს a რამდენი ბაიტს იკავებს? 4 ბაიტი, რამდენი ბიტია? 32, იმიტომ რომ 1 ბაიტში არის 8 ბიტი, ხო?
ამიტომ რა ვწერთ თუ იმ 32 ნიშნავს რომ აი depot string-ი რაც არისო 4 ბაიტიანია იმაში გადამიყვანეო მე რომ დავწერო თუ int 64 ხო ის უკვე არის 8 ბაიტიანი int რომელიც იგივე არის double ხო და მე რომ დავწერო თუ int 16 ეს არის 16 ბიტიანი ანუ 2 ბაიტიანი int რომელიც არის short-ი ეს სხვა არის და რა განსხვავებაა double-ში int-ში და short-ში და აი int-ში რა ანუ short ინახავს რო არ მოგაწყოთ აღარ ნახავს მე მგონი -255-დან 255-მდე ანუ 300 მე short-ში ვეღარ შევეხავ ეს ჩვენ int-ი ჯიგარი ინახავს -2 მილიარდ რაღაციდან +2 მილიარდ რაღაცამდე და ის 64 ბიტიანი int-ი ინახავს ანუ რაღაც უფრო დიდი მომდე აი აღარ ნახავს და ყველი რო არის თქვა просто დასერჩეთ ინტეჯერ მისიშავს და იქ ამოვიდეთ MSN-ზე თავის limit-ებს რა. ანუ თუ გინდა რომ შეინახო ასაკი და თუ ხარ ციკიანი, შეგიძლია გამოიყენო int 16. იმიტომ რომ ასაკი 225 წელზე მეტი ვერ იქნება, ხო? თუ არ არის მოსე ანუ თუ 900 წელი არის თქვა. და ამიტომ შეგიძლია პირდაპირ პატარა ტიპის სვაჩი შეინახო. მაგრამ იდეაში არ გინდათ მოდი ეს, იმიტომ რომ მე შეიძლება გავიწყდეს რომ 32-იანი იყოს ინჯიტილი იმის თვალის გამოყენება. ვერ შეინახავს პოსტა. ხო და ანუ error-ს ამოვაქვს. აი ვერ მოგაწყოთ არ ვიცი error-ს ამოვიდეს თუ არ მე მგონი რომ არ შეინახავს პოსტა. error-ს მე მგონი არ არის. პოსტა არ დაინახავს რა. კაი, ეხლა მოდი გავაკეთოთ ეს თი რაღაც და მე ესე ვიჯდები. და მე პირობას გეტყვი და თქვენ მიკარნახეთ ეხლა ეს. ანუ მინდა რომ მოხმარება შევატანინო ორ რიცხვი და მე გამოვიტანო ამ რიცხვების ნამრავლი. აი, მოდი, როგორ მიგანახეთ? იცი, ესე დავწერო, შეიტანეთ. თუ როგორ? როგორ? რა ვქნა? მერე? რიგრიგობით მინდა გე. ერთი რატო არა? ანუ ისევ რიცხვი ერთი რო ვიხმაროთ, ეგან შეტანი რიცხვს პროსტა თავზე გადამიწერს და დამეკარგება პირველი რიცხვი. სწორია? რისი? დავიკიდეთ. სწორია? სწორია. ეხლა ამის ოპტიმიზაცია როგორ შეიძლება რომ რაც შეიძლება ნაკლები მეხსიერება რომ დავზრდო? როგორ? ხო, ანუ რიცხვის ამ შემიძლია დავიკიდო ეს ნამრავლი ავიღო და წავიღო აქ, იმიტომ რომ შეიძლება ამათი ნამრავლი მეტჯერ აღარ მჭირდება. ხო? გავუშვებ, გამოვა იგივე. კაი, აი ესეთი რაღაც შემიძლია? ხო, ანუ ვაფშე შემიძლია ყველაფერი დავიკიდო და არც კი უთხრა რა შემოიტანოს და ეგრევე რიდლა ისა right line-ში ჩავსვა შეტანების და ნამრავლიც რო ეგრევე გამომიტანოს. ხო?
ანუ даже ერთ ხაზში შემილია შეგვიძლია. ნუ ეხლა ეს მაგალითისთვის გამოვიტანე, იდეაში ესეთი რაღაც არ დაგჭირდებათ, იმიტომ რომ ტიპი ხომ უნდა მიხვდეს რა უნდა შემოიტანოს. ხო. ანუ იდეურად არასწორია, მაგრამ გაკეთება რა თქმა უნდა ესე შეიძლება, ხო? კარგით, ესე იგი, მეგობრებო. ამ ვიდეოს დავდებთ ხვალ.